მე არ ვიცი რამდენი შეხვედრა ჩემი ქართულ საფისტომოსთან უკვე ვეღარ ვითვლი, მაგრამ ისიც ვიცი რომ ყველა შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საპატიოცა კიდე. ხო, ეხლა რაც შეიძლება დღევანდელ დღეს უკვე მიიღეთ თქვენ ინფორმაცია იმ შესახებ, რომ რაზე ვისაუბრებთ. მოკლედ მე რამდენიმე ჯერ მაქვს სტიპენდია მიღებული, სამეცნიერო სტიპენდია იმისათვის, რომ გერმანიაში ვაწარმოო კვლევითი სამუშაო სხვადასხვა თემაზე. აი ამჯერადაც კონკრეტულ თემაზე მომეცა შესაძლებლობა აქ მუშაობის და ეს თემა გახლავთ შემდეგი ქართველი სასულიერო პირები გერმანიაში და მათი კვალი. და კონკრეტულად მიხეილ თახნიშვილი და მისი წიგნი საქართველოს ეკლესიის ისტორია. ეხლა ამ წიგნის შესახებ. ეს წიგნი არის ხელნაწერი სახით წარმოდგენილი. ეს ხელნაწერი არის უზარმაზარი ხელნაწერი, 1300 გვერდიანი. ხელნაწერია, 1300 გვერდიანი ხელნაწერია, მართალია პატარა ფურცლებზეა დაწერილი, პატარა ფორმატის ფურცლებზეა დაწერილი, მაგრამ მაინც 1300 გვერდს ითვლის. გვერდების საფალავის მიხედვით 1100-ია, მაგრამ თითოეული გვერდი არის რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად A გვერდი, პირველი გვერდი, ან მეათე გვერდი, ან მეასე გვერდი, A, B, C, D და ასე შემდეგ მიყვება და სულ დაითვალოს 1300 გვერდი გამოდის. ეხლა ეს ხელნაწერი ინახება საქართველოს ეროვნულ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ანუ ყოფილ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში. საერთოდ ცნობილი არ არის საიდან ვინ შემოიტანა ეს ხელნაწერი ინსტიტუტში, მაგრამ ის კი არის ცნობილი, რომ ადრე ეს ხელნაწერი ინახებოდა მიხა კოწერეთლის პირად საარქივო ფონდში, მის ბიბლიოთეკაში, ანუ მიუნხენში. ეხლა მიხა კოწერეთის რაცეგურულია მიუნხენში, მიხა კოწერეთის შესახებ შეიძლება ყველას არ აქვს ინფორმაცია, მე გეტყვით, რომ ეს პიროვნება გახლავთ ძველი თაობის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, შესანიშნავი წარმომადგენელი, როგორც პოლიტიკური, ისევე სამეცნიერო მოღვაწე და იშვიათია შემთხვევა, რომ ადამიანი თანაბარი სიძლიერით და თანაბარი წარმატებით მუშაობდეს ორივე დარგში, როგორც პოლიტიკაში, ისე მეცნიერებაში და აი ეს პიროვნება გახლდათ სწორედ ასეთი პიროვნება. იგი შეიძლება ითქვას შემაერთებელი როლი არის მე-19 და მე-20 საუკუნეებისა. ანუ მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართველი საზოგადოებისა. გაიზარდა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, მიიღო ევროპული განათლება, მუშაობდა თბილისში ცოტა ხნის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. უბრალოდ ემიგრაციაში დარჩა, ემიგრაციაში საქართველოს დამოუკიდებელ მთავრობამ ის ბელგიაში დანიშნა როგორც წარმომადგენელი, საქართველოს წარმომადგენელი, მთავრობის წარმომადგენელი, მაგრამ მე მოგეხსენებათ როგორ განვითარდა მოვლენები, იძულებული გახდა დარჩენილიყო ევროპაში და ფაქტობრივად თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა მიუნხენში 1925 წლიდან თუ არ ვცდები 25 წლიდან 66 წლამდე ცხოვრობდა მიუნხენში. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული. ეხლა ვინ არის ეს მაინც მეცნიერებაში ეს პიროვნება? ეს პიროვნება პირველ რიგში ცნობილი არის მკვდარი ენების, ძველი ენების სპეციალისტი. ეს არის შუმეროლოგი, ასირიოლოგი, შუმერული, აქადური და ურარტული ენების ცნობილი არის სახელწოდებით ასირიოლოგია. და აი ასირიოლოგი გახდა ეს პიროვნება, შესაძლოა აგაგიწერეთ რომ ურჩია მას თურმე, რომ თავიდან მას ჰქონდა ერთი სიტყვით მეცნიერული მონაცემები და უბრალოდ ჟურნალისტობისათვის დროებით დაინებებინა თავი, წასულიყო ევროპაში, მიიღო აკადემიური განათლება და აი ამ აკადემიური განათლების საფუძველზე განაგრძო მუშაობა. უნდოდა ჟურნალისტიკაში, უნდოდა მეცნიერებაში. მართლაც მიიღო ასეთი განათლება, ფილოლოგიური განათლება მიიღო. ეს ის პერიოდია, როდესაც აღმოჩნდა ურუქის ბიბლიოთეკა, აღმოჩნდა აშურბანიპალის ბიბლიოთეკა. დაახლოებით ის პერიოდია, მოგეხსენებათ 1872 წელი, 73 წელი, როდესაც დაიწყო ამ ტექსტების გაშიფრვა. ეხლა ძალიან შორს წავიყვანს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ
ის კი აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რა ტექსტებია ეს ტექსტები. ეს არის პირველი ლიტერატურული ძეგლი მსოფლიოში. თუ ქართული ლიტერატურის ისტორია იწყება შუშანიკის წამებით, ასე ვთქვათ, მსოფლიო ლიტერატურის ისტორია იწყება გილგამეშის ეპოსით. და სწორედ ეს გილგამეშის ეპოსი არის აი ამ პიროვნების კვლევის საგანი. და ეს პიროვნება არის ის პიროვნება, რომელსაც ქართულ ენაზე პირველად თარგმნა გილგამეშის ეპოსი. და ეს ნაწარმოები დაიბეჭდა, ესეც მნიშვნელოვანია, სხვათა შორის კონსტანტინოპოლის ქართულ კათოლიკეთა მონასტერში 1921 წელს. და სხვათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ენებზე ეს იყო პირველი თარგმანი. არც რუსულ ენაზე, არც პოლონურ ენაზე, არც სხვა ენაზე არ იყო შესრულებული ეს თარგმანი. მხოლოდ ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე იყო შესრულებული ეს თარგმანი და აი ეს თარგმანი მხოლოდ დედნის ენიდან შეასრულა ამ კაცმა. ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ეს პიროვნება და მიუნხენში გარდაიცვალა მარტოობაში, ნაკირევებ ბინაში. ოჯახი ჰყავდა, ცოლი ადრე გარდაიცვალა, შვილი კიდევ ომში დაიღუპა. ცხადია გერმანელების მხარეზე იბრძოდა ის შვილი და ბოლოს დარჩა ისე უპატრონო და ბატონი ვახტანგ ჩხაიძე იყო მისი პატრონი და მისი ექიმი. გარდაიცვალა როგორც გითხარით 63. აი ამ ეს პიროვნება გახდათ აი ამ ტექსტის, ამ ნაწარმოების ავტორის მეგობარი. მეგობარი და როგორც ჩანს ამ პიროვნებამ მიხეილ თაყნიშვილმა, ვიზეც უნდა ვისაუბროთ ახლა, ეს ტექსტი მას გადაუგზავნა სახში, წასაკითხა რომიდან მიუნხენში გამოუგზავნა, შემდეგ თვითონ გარდაიცვალა, თვითონაც მოხუცი იყო და უკვე არ ვიცი წაიკითხა არ ჩანს ესა. ყოველ შემთხვევაში მისი გარდაცვალების შემდეგ, მიხეილ კოწელეთის გარდაცვალების შემდეგ ეს ხელნაწერი აღმოჩნდა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში, ანუ ხელნაწერების ეროვნულ ცენტრში. ეხლა ეს ხელნაწერი არის რა ხელნაწერი? ეს ხელნაწერის სახელწოდება არის ასეთი საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან მერვე საუკუნემდე. თითქოს ერთი შეხედვით საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან მერვე საუკუნემდე. ერთი შეხედვით თითქოს ეს არ უნდა იყოს დიდი ფორმატის ნაწარმოებია რა, იმიტომ რომ მონაკვეთი პატარა არის თითქოს. მოიცავს, ბოლოს და ბოლოს 4 საუკუნეს მოიცავს, მეც ხო არა, მაგრამ გეუბნებით ხელნაწერი არის უზარმაზარი, 1300 გვერდიანი ხელნაწერი არის ესა. შენ სულ გაშიქრე უკვე ხო, ჩემი ის არის, რომ ეს ხელნაწერი მთლიანად გადმოვიწერია, სულულად მთლიანად გადმოვიწერე და ეხლა მე რო დავიწყე ჩემი მიზანი, აქ ყოფნის მიზანი, რა გახლავთ ჩემი აქ ყოფნის მიზანი რა, ის გახლავთ, რომ რადგან ეს ხელნაწერი დამუშავებული არის, ეს ნაწარმოები დამუშავებულია მიუნხენსა და რომში, ნაწილი მიუნხენში დაიწერა, ნაწილი რომში დაიწერა, ამიტომ ჩემი მიზანი იყო ჯერ ერთი ავტორის ბიოგრაფია შემესწავლა უფრო ხმად და მეორე კიდევ ის ლიტერატურა, რომელიც მას დამოწმებული აქვს აქ და აქ უზარმაზარი ლიტერატურა დამოწმებული, ასეთი ჭარბი ბიბლიოგრაფია საქართველოს ეკლესიისა არ გაკეთებულა ჯერ, ამ კაცმა გააკეთა და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დამოწმებული აქვს მას უცხოური წყაროები. და ის წყაროები, რაც საქართველოსთვის ხელმისაწვდომელია, ქართული მეცნიერებისთვის, საქართველოში მოუშვებისები ხელმისაწვდომელია. ისეთი წყაროები აქვს დამოწმებული, რომელიც თვითონ აქაც კი ევროპელი კვლევრებისთვისაც კი ძნელად ხელმისაწვდომია. იმიტომ რომ მაშინ იყო ხელმისაწვდომელი და ის მუშაობდა რომში, ის მუშაობდა ვატიკანში და ხელმისაწვდომობდა ზოგიერთ ისეთ გამოცემაზე, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ან და შიდა მოხმარების წესით იყო გამოცემული, ასე ვთქვათ და საერთაშორისო ასპარეზი არ უპოვია, ანუ ბიბლიოთეკებში არ გავრცელებულა და არის რომელიღაც ბიბლიოთეკაში. ერთი სიტყვით ჩემი მიზანი იყო აი ეს წყაროების შემესწავლა, ეს ხელნაწერია და მოგეხსენებათ გამოცემამდე არ არის მიყვანილი, ანუ დასრულებული არ არის და ამიტომ საჭირო იყო მოუწესრიგებელი ადგილების, დაუმთავრებელი ადგილების დამთავრება, ანუ მოწესრიგება. და გარდა ამისა კიდევ შენიშვნების დაწერა და ისეთ მეცნიერული გამოცემა, მეცნიერული მომზადება, როგორც ითქვიან, აკადემიური მომზადება ამ გამოცემისა. აი ამაზე მივიღე სამთვიანი სტიპენდია კათოლიკური ეკლესიის მეცნიერებათა აკადემიისაგან და მუშაობ აქ. უნდა მოგახსენოთ, რომ მოგიწია ძალიან საინტერესო მასალა და არ იქნება ჩემგან ღირსეული, თუ კი არ მადლობით არ მოგხსენიებ იმ პიროვნებას, რომლის დახმარებითაც მოგიძიე ეს მასალა და რომლის დახმარების გარეშე მე ამ მასალას ვერ მოვიძიებ. ეს გახლავთ პროფესორი დოქტორი ჰუბერტ კაუფოლდი, რომელიც მართალია ქართველი არ არის, მაგრამ ქართული
ენის კურსი გავიდი აქვს ყოველ შემთხვევაში საქართველოში არ არის ის ნამყოფი საქართველოს საკითხებს, ქართული საკითხებს ალბათ ევროპაში ყველაზე კარგად იცნობს, მიუხედავად იმისა, რომ ენის სპეციალისტი არ არის. და მოკლედ დიდი დახმარება ეს ის კაუფოლდია, გერმანიის ქართული საფესტივალოს საპატიო წევრი. თქვენ საპატიო წევრად გამოვაცხადეთ და იმედია ეს მარტო ფორმულობა არ იქნება და რეალურ სახეს მიიღებს ეს მისი საპატიო წევრობა, ანუ საპატიო შტაბ-დანაყოფის წევრობა. ხო. ეხლა უშუალოდ მოგითხრობთ აი ამ პიროვნების შესახებ, ვინ იყო ეს პიროვნება. ეს პიროვნება გახდათ მიხეილ თახნიშვილი, კათოლიკე მღვდელი, განათლებით რასაკვირველია ღვთისმეტყველი, მაგრამ ამასთან ერთად ფილოლოგი და კონკრეტულად ლიტურგიული ტექსტების სპეციალისტი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აღმოსავლური ლიტურგიების სპეციალისტი. ეს პიროვნება დაიბადა ახალციხეში 1897 წელს, მაგრამ დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სოფელი ხიზაბავრაში გადასახლდა და 10 წელი გაატარა სოფელ ხიზაბავრაში. ხიზაბავრიდან შემდეგ სკრაში გადასახლდა მისი ოჯახი. კი, თქვენ სოფელში იყო და სხვადასხვა წინადადება შემოგვაქვს, რომ შემდეგი სხდომა გავმართოთ ხიზაბავრაში. კათოლიკურ სოფელში. საიდან ვიცით? მე უნდა გითხრათ, რომ ბატონი დერი მართალი იქნება თუ იტყვის, რომ არავითარ მიკერძოებას აქვს ადგილი არ აქვს, მე არც იცოდა ნამდვილად რა იცოდა ესა და არ მგონია რომ ეხლა რაღაცა ვთქვათ პროვინციული რაღაცა მოქმედებდეს ამ შემთხვევაში. არა, თუნდაც რომ პროვინციულობაში ჩავმიტოლოთ. არაფერი ზუსტია. საერთოდ ერთი ხელის თითები ეყოფა, გამოჩენილი ხალხს მესხეთიდან და გამოხდა მე. კი ბატონო. მაგრამ რუსთაველი მაგალითად და ასე შემდეგ ჩამოყვა. უნდა მოგახსენოთ, რომ ნამდვილად გამოჩენილი პიროვნება ამის შესახებ შეიძლება კონკრეტულად ვთქვათ ორი სიტყვა. ხო, მაგრამ ეხლა ვიტყვი, რომ მისი ოჯახის შემდეგ, როდესაც ის 10 წლის იყო, სკრაში გადასახლდა, სკრაში, მოიხსენებათ სკრა ორთან ახლოს არის, სხვადასხვა ბეთლემი ეწოდებოდა მას. ამავე დროს კიდევ, ხო, ძირითადად ეს სოფელი დასახლებული არის აი ახალციხიდან ჩამოსული კათოლიკეებით და ამიტომ იქ იყო კათოლიკური სასწავლებელი და პირველი განათლება ამ სასწავლებელში მიიღო. ამ დროს კონსტანტინოპოლიდან ჩამოდიან ქართველი სასულიერო პირები, რომლებიც ეძებენ ნიჭიერ ახალგაზრდებს, იქ გახსნილი კათოლიკური სემინარიის შესავსება კადრისათვის, ასე ვთქვათ. და აი 8 ქართველ ახალგაზრდას მოუყრიან თავს და წაიყვანენ, არ ვიცი 8 თუ არა, მაგრამ ეხლა რა 8 ეს ციფრი სხვა შემთხვევაში უჭირდება ჩვენ, რამდენიმე ახალგაზრდას მოუყრიან თავს, ჩაიყვანენ კონსტანტინოპოლში და კონსტანტინოპოლში სწავლობენ. აი, როდესაც კონსტანტინოპოლში მოგეხსენებათ არის კათოლიკეთა მონასტერი, ამ მონასტერს ჰქვია უმანკო ჩასახვის სავანე და ის უმანკო ჩასახვის სავანე არის ძალიან საინტერესო სახელწოდებას იმ გაგებით, რომ უმანკო ჩასახვის სავანე არის ამავე დროს ქუთაისის კათოლიკური ეკლესია უმანკო ჩასახვის სავანე და ეს სახელწოდება ხდება შემდეგ ქართული პოეზიის წყარო და არაერთის გაისმის სხვადასხვა პოეტის შემოქმედებაში, განსაკუთრებით გალაქტიონ თავიძის პოეზიაში, ისაც ახსოვს ვეწვევი უმანკო მამათა, განდეგილ მამათა უმანკო ჩასახვის სავანეს. ხო, და აი კონსტანტინოპოლში შემდეგ ჩამოდის რომიდან ცნობა, რომ არის შესაძლებლობა 8 ქართველ ახალგაზრდას მოუყარონ თავი, ჩამოიყვანონ გერმანიაში, ბავარიაში და აქ არის გახსნილი სასწავლებელი, ასეთი სასწავლებელი ეტალის გიმნაზია, ეტალი მონასტერი არის. აი ამ ეტალის გიმნაზიაში შეიძლება 8 ქართველმა ახალგაზრდამ მიიღოს განათლება და მართლაც აი 8 ქართველ ახალგაზრდას ჩამოიყვანენ ეტალში ვინც არ ყოფილა მეურჩევ რომ მივიდეს, ეს ეტალი არის ის რაც არის დაახლოებით მაგალითად საქართველოსთვის შეიძლება შევადარო ყინწვისი კონი მაგალითად აი ესეთი ყოფილი ხართ? ყოფ წინვალი არის, არაჩვეულებრივი რა არის, ხო?
და აი ეტალში 1917 წელს ჩავიდა და ეტალში გაატარა მან 3 წელიწადი 1917 წლიდან 19 წლამდე ეს ანუ ახალგაზრდა 20 წლის კი არა უფრო ახალგაზრდა თავისთავად ხოდია ხო როცა ჩავიდა იგი 20 წლის კი ჩავიდა ხო და აი და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ეს იქ ეტალში მოვიძიე მე აი ეტალის მასწავლებელთა და სტუდენტთა ქრონიკა ასეთი კედლის გაზეთი და იბეჭდებოდა კიდეც ასეთი გაზეთიც იბეჭდებოდა იქ ჩავედით იქ დავიხმარე ძალიან ბერები დავიხმარე რაც პირველია კულტურის დამალები და მოვიძიეთ ძალიან საინტერესო მასალები აღმოჩნდა რომ ეს იყო საშინელი დრო ამ დროს გერმანიაში რევოლუცია მოხდა მოიხსენებათ სამოქალაქო ომი იყო ყაჩაღობა იმ ქრონიკაში ასახული არის ის მძიმე დღეები რასაც მონასტერი განიცდის და განსაკუთრებით მონასტრის სასწავლებელი გატეხეს სეიფი შეიჭრენ იმაში საკურთხეველიდან გაიტაცეს ისტორიული მნიშვნელობის ბარძიმი სეიფიდან კიდე დააცარიელეს სეიფი გაიტანეს ძვირფასეულობა და პოლიცია როგორც სხვა დროს ახლაც უცდური აღმოჩნდა რომ კვალი გაიხსნაო ნუ შემდეგ შემოიპარა ეპიდემია ამ ეპიდემიამ 3 ახალგაზრდა იმსხვერპლა და მათ შორის ერთ-ერთი ქართველი უდელი ახალგაზრდა კიკნაძე პეტრე კიკნაძე რომლის შესახებ გამოქვეყნებული არის ერთ-ერთი თანაკურსების წერილი და როდესაც ამ წერილს კითხულობ ისეთი წერილი არის რომ გახსენდება აი ამ გალაქტიონ ტაბიძის იგივე გალაქტიონ ტაბიძის ლექსი გახსენდება ვარდი უცხოების გარდაიცვალა და ხელი დარჩა თვალები ის მიიცვალა რაღაც უწეოდა საოცარი გარდაცვალება ისი აღწერილი ეს გარდაცვალება და ამავე დროს კიდევ არის იმავე სამუთებში ექიმის ახსნა განმარტება როგორც ჩანს კაცრი პასუხი მოთხოვეს ექიმს ამის გამო და როგორც ჩანს დაატოვებინეს კიდევ სამსახური და ექიმის განმარტება რომ მას არ შეეძლო სხვანაირად სხვა რამე გააკეთებინა რომ ყველაფერი გააკეთა ამის გამო და იქ არის კიდევ ერთი ეპიზოდი არის რომ ერთი ბავშვია რომელსაც მამა დაეღუპა ვაქაურისის გერმანელი ყოფილა რომელმაც მამა დაკარგა ომშიო ჩვენ გვეხვეწებოდა რომ დედას არ გააგებინოთ ეს ამბავი რადგან ავათაო და ეხლა რომ გაიგებს ამ ამბავსო შეიძლება ვეღარ გადაიტანოს ეს ამბავი მაგრამ ის ბავშვი გარდაიცვალა და იქ არის მე რომ ჩამოვიდა დედა რომ ჩამოდის და მე როგორ უბოდიშებენ ამ დედას ხო და გაგახსენდება ნიკოლ ურთქიფანიძის მოთხრობა არის ესკიზი არის ასეთი გული რომელიც უცხოეთში რომ გარდაიცვალა და დედა ჩამოვიდა დედაო გამწარებული ექიმიო თავს იმართებდაო რამ ეკნაო 1000 დაავადებები იყო სავსეო ამხანაგებიო კიდევ ასე იყვნენ ყურებ ჩამოყრილები იყვნენ ხო და მერეო რუკიდანო ხმა გაისმაო ხო ეს საქართველოს უკვე იყო და მე გავფხრიწეო ეს გული მე მოვაშთე ეს გულიო პასუხი არავის გაუგონიაო იცი გაგახსენდება ისე ეხლა ჩემი მიზანი არის სხვადასხვა ჩავალ საქართველოში გავარკვიო რა გამოძახილი პოვა აი ამ ეტალის ტრაგედია ეს ტრაგედია იყო ეს არის პატარა ამბავი ეტალის ტრაგედიამ რა ამბა გამოძახილი პოვა ქართულ საზოგადოებაში ეხლა ძალიან საინტერესოა შემდეგ მე დეტალურად ახლა ვილაპარაკებ ამაზე ძალიან საინტერესოა შემდეგ რა 1919 წელს მოგეხსენება გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა მოგეხსენებათ გერმანიაში კიდევ ისეთი პროცესები განვითარდა რევოლუციური მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში ომი დამთავრდა ომის დროს დამარცხებულია გერმანია გამოვიდა როგორც დამარცხებული და ქართველებს მისცეს წინადადება რომ დაეტოვებინათ გერმანია და ეს 8 ქართველი სტუდენტი უკვე 7 დარჩა ერთი გარდაიცვალა და იქ არის დასაფლავებული ჩამოვიდა ჯერ იმაში ბერლინში მიიღეს საბუთები შემდეგ ჩავიდნენ ჰამბურგში სადაც საქართველოს მთავრობისაგან იყო დაფრახტული გემი და ამ გემზე თავი მოიყარა 1600-მა ქართველმა ტყვემ, ყოფილმა ტყვემ, რომლებიც გათავისუფლდნენ. და აი ამ ტყვეებს შეუერთდნენ სამოქალაქო პირები და ეს გემი დაიძრა 3 სექტემბერს დაიძრა 1919 წლის ჰამბურგიდან და ერთი თვე მოანდომა ჩასვლას. ეხლა ეს აღწერილი აქვს ხოთაშორის არაჩვეულებრივად ერთ-ერთ წელს ბასილ სადიკიერაშვილს, რომელმაც აღწერა აი ამ ყმაწვილის გარდაცვალების ამბავი. ხო და ისე კარგად არის დეტალურად არის აღწერილი, მე აუცილებლად უნდა ვთავაზობ ესა და განსაკუთრებით საინტერესოა რა ჯერ ერთი შეიქმნა კომისია შეიქმნა სისტემზე შეიქმნა კომისია და კომისიის თავმჯდომარე დაინიშნა კონსტანტინე გამსახურდია, დოქტორი კონსტანტინე გამსახურდია. მე ამ ტყვეების ამბავია ასახული შესანიშნავად.
აღწერილია ის, რომ ეს ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ავადმყოფი იყო იქ. და ეტყვეებში აღმოჩნდა ჯგუფი, ახალგაზრდა მომღერლების ჯგუფი, რომლებიც გალობდნენ ხალხურ ლიტურგიულ საგალობლებს, ანუ იმ ლიტურგიულ საგალობლებს, რომელთა ხალხური ვარიანტი მათ საქართველოში ჰქონდათ ნასწავლი. და ერთ-ერთმა გერმანელმა სწავლულმა, რომელიც შემდეგაც აღმოჩნდა, გემზე აღმოჩნდა, რომ დიპლომატი იყო თუ რა იყო, ეს ყველაფერი ჩაიწერა, ხო და აღმოჩნდა, რომ ეს არის თურმე, აი ლიტურგიული, ესე რა ქვია, ძისპირების გახალხურებული ვარიანტი, გურული ვარიანტი. გახალხურებული ვარიანტი და აი ეს ჩანაწერი, ლახის ჩანაწერი ცნობილი გახდა შემდეგ ერთ-ერთი მეცნიერი სადისერტაციო ედი შერჭელიძის ძმის სადისერტაციო თემა. ხო, და ეს მოხდა იქ. შეიძლება აღწერილია შესანიშნავად ძალიან საინტერესო მგზავრობა ეს დეტალური როგორ ჩამოვიდნენ ბათუმში აღმოჩნდა რომ გემის კაპიტანი თურმე ვრანგლერის აგენტია ამიტომ უნდოდა რომ ეს გემი პირდაპირ წაიყვანა ოდესაში და ეს ტყვეები ჩაებარებინა ვრანგლერისათვის ამ დროს მოხდა აჯანყება და სხვადასხვა კონსტანტინე გამსახურდიას ლანდებთან ლაციცი ვისაც წაუკითხავს აი იქ არის ამავე დროს აქცენტი ესა და ჩემი მიზანია სხვადასხვა ეს ლანდებთან ლაციცი გადმოცემული ამ დოკუმენტში გადმოცემული მოგზაურობა და აი სადიკი ერაშურის მოგზაურობა შევადარო ერთმანეთს. იქ მოხდა შემდეგ აჯანყება და მოკლედ ძალით აიძულეს თავარი იყო რომ არ გაეგო ტყვეებს არ გაეგო სამხედრო პირებს არ გაეგო ეს ამბავი და აიძულეს თქვენ იცნობთ ამ ვრანგლერი იყო კონტრრევოლუციონერი რომელიც ებრძოდა იმას ასე ებრძოდა მონარქისტი იყო კი რა. თახნიშვილის ისტორიასთან გემის მოგზაურობას თახნიშვილის ისტორიასთან ჯერ ერთი ის აქვს, რომ ყველაზე ჩემთვის პირადად ის აქვს, რომ აი საგალობლებს რომ ისმენდა საგალობლებს ამ მოგზაურობამ ჯერ ერთი უთავოდ მოახდენდა მის პიროვნებაზე დიდ გავლენას და მეორე იმ საგალობლებმა ალბათ უმიდგა ასევე გამხდარიყო ლიტურგისტი. ანუ საგალობლების სპეციალისტი და მსოფლიო დონის სპეციალისტი. შემდეგ თახნიშვილთან ის კავშირი აქვს ამას, რომ აღწერილია იქ ერთი ტრაგიკული ამბავი. ერთ-ერთი ახალგაზრდის იქ ჩასვლის ბორჯომიდან ახალციხეში ჩასვლისა. ეს არის ყაჩაღების დრო, შევადაროთ ახლა. ეტალის ყაჩაღობა, გზებშიც ყაჩაღობა, აქაც ყაჩაღობა და ერთ-ერთი აპრიანაშვილი, ასეთი არალელი აპრიანაშვილი, ეს ახალგაზრდები მიდიან, ბორჯომიდან ეთყობა თახნიშვილის ეს დაპატიმრება, რომ ერთად აპრიამაშვილი იქნებოდა მას. აპრიამაშვილი, ბოდიში აპრიამაშვილი სწორია. თუ შეიძლება გერმანულად აპრიამაშვილი ამიასე მართლა, ავიცი ახლა ისა. ხო და აი დახვდნენ ყაჩაღები, ეს ყაჩაღები იყვნენ ხბებში. ამან როგორც ჩანს, ჩამოხრიძა ერთ-ერთ ეს ნიღაბი ჩამოხრიძა. ამ ნიღაბში იცნო თავისი ახლობელი, შეიძლება მეზობელი, შეიძლება ნათესავიც კიდევ, ამ ყაჩაღთა შორის. შემდეგ ეს მოკლეს ამ ხანაგების თვალწინ დასაკვირველია. ნუ იქ დოკუმენტში წერია რომ ეს იყო დიდრი შვილი და დიდარი დასასმელი ქონდა და სიმდიდრისთვის გაძახშეს და გვამი გადააკეთეს. თვალში დიდან გადააკეთეს. ეს ყველაფერი ხდება თახნიშვილის თვალწინ. ხო, ნუ ამის შემდეგ თახნიშვილი და ეს ჯგუფის უმრავლესობა ისევ ჩამოდის საქართველოში. ფაქტობრივად საქართველოში გაატარა რამდენი 3 თვე გაატარა საქართველოში, 3 თვეც კი არა, ჩამოდის შემდეგ ისევ კონსტანტინოპოლში 4 წელი სწავლობს ფრანცისკანელების სკოლაში, იქ დებულობს რაღაც ფილოსოფიურ განათლებას, ამის შემდეგ ჩამოდის ვენაში, შემდეგ გადადის რომში დებს უბიწოების აღთქმას და აკურთხებენ მღვდლად, ღებულობს ხელდასხმას, ამავე დროს კიდევ ღებულობს სამეცნიერო ხარისხს, თეოლოგიის დოქტორის ხარისხს და ინიშნება დასავლეთ ევროპაში ქართული კათოლიკეთა სულიერ მოძღვრად. ნუ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ის, რომ დიდი კამათი მიმდინარეობდა იმის შესახებ, პარიზის ქართული ეკლესია, რომელიც 1927 წელს შეიქმნა და რომელსაც მღვდელი არ ჰყავდა, რა ორიენტაციის ეკლესიად ჩამოყალიბებული იყო. ნაწილი მომხრე იყო იმისა, რომ მოეწვიათ კათოლიკე მღვდელია, თახნიშვილი მოეწვიათ და ჩამოყალიბებული იყო ეს ეკლესია აღმოსავლური ტიპის კათოლიკურ ეკლესიად. ანუ წირვა ლოცვა მართლმადიდებლური იქნებოდა და
წმენით და დაქვემდებარებით ეს იქნებოდა კათოლიკური ეკლესია, მაგრამ ამიდიამ ვერ შეისხა ხორცი, ამ დროს გამოჩნდა გრიგოლ ფერაძე, ახალგაზრდა მღვდელი გამოჩნდა, რომელმაც ხელში აიღო ამ ეკლესიის წინამძღვრის ფუნქცია და თარხნიშვილი ერთი სიტყვით თარხნიშვილის აი ამ იდეამ, ასე ვთქვათ, განიცადა კრახი, განიცადა წარმატება ვერ ყოფა ყოველ შემთხვევაში და იმ შემდეგ თარხნიშვილი არის მიუნხენში, მიუნხენის მახლობლად მუშაობს უნივერსიტეტში, არის კიდევ ითვლება ერთ-ერთი მონასტრის ბერა თითულება და 1953 წლამდე არის მიუნხენში, როგორც მიუნხენის უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, პროფესორ ასისტენტი. მიუნხენის მახლობლად არის ერთ-ერთი უნივერსიტეტი არ მithქვას, მონასტერი თქვი მე მგონი, შემეშალა, მონასტერი არის და მონასტრის ბერა თითულება, მაგრამ არის, არის ამომივარდა ეხლა თავიდან. ამომივარდა თავიდან, მაგრამ თურქი თასწავლა კარგად მქონდა ესა. ანდექსი არა ბატონო, ანდექსი მე ვიყავი და ანდექსი და ის არის ბატონში სემბოლო გარემოა ეს. აქ არის აქედან 100 კილომეტრია, მაგრამ ეხლა უბრალოდ ამომივაგეთ და შემდეგ გეტყვით აქა. ხო და ჯერ ერთი 53 უფრო ადრე 42 წელს მოგეხსენებათ თქვენ ნაცისტების დროს თეოლოგიის ფაკულტეტი დაიხურა. ნაცისტებმა დახურეს ეს ფაკულტეტი. ნუ ამიტომ თარხნიშვილი სხვა პროფესორებთან ერთად იძულებული გახდა ახალი სამსახურის შოვნა შესდგომოდა და ეს სამსახური გახდათ რომში არის ასეთი აღმოსავლური ეკლესიების ინსტიტუტი უსიკუმი და აი ამ უსიკუმის პროფესორად დაინიშნა. და იმის შემდეგ ცხოვრობს რომში. აი აქ ხდება ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცა, რომელიც არ შემიძლია არ გითხრათ და პირველად თქვენ მოისმენთ ახლა ამას, ეს არსად არ არის დაფიქსირებული. მაგრამ ახლა საიდან გახდა ეს ცნობილის? აი ამის შემდეგ იწყება მისი ძალიან ინტენსიური მეცნიერული მუშაობა და მისი სამეცნიერო მოღვაწეობის გვირგვინი გახლავთ უძველესი ლიტურგიული ძეგლის იერუსალიმის განჩინების, ანუ იერუსალიმის ლექციონარის მე-5-მე-7 საუკუნის ტექსტი გახლავთ ესა. აი ამ ტექსტის ხელნაწერების შეჯერება და გამოცემა. ეხლა სამი ხელნაწერი საქართველოში ინახება, ორი ხელნაწერი საზღვარგარეთ. ეხლა დიდი დავა იყო დღემდე ვერ გავუკვევიათ. კონკრეტულად საიდან მიიღო ამ კაცმა საქართველოში არსებული ხელნაწერების ფოტოპირები. მაშინ ხო ციფრული ვერსია არ არსებობდა რა. მაშინ იყო ეს იმ ხელნაწერები 5 კილო მაინც გამოვიდოდა და როგორ ჩამოიტანეს იმ დროს, იმ გაგანია კომუნისტების დროს. ხო და ეს თუ მე ვიცი მე. და საიდან ვიცი ახლა? მე მქონდა შემთხვევა, სულად შემთხვევა, შევხედროდი ადრე დიდი ხნით ადრე 80 წელს, 1980 წელს, ჩემი ხნის ყვა აღარ შევხედროდი ერთ მოხუც კაცს, ეს კაცი გახლავთ ცნობილი პუბლიცისტი, საზოგადოების ცნობილია პუბლიცისტად, ვასილ ჩაჩანიძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა უშუალოდ დიპლომატიურ მისიაში და კერძოდ რომში, იტალიის დიპლომატიურ მისიაში და ის იყო ასეთ ამბავს. მოგვიყვება ის რომში ჩავიდა თვითონ განათლებული კაცი იყო და წიგნობარი კაცი იყო და დაინტერესდა ვინ იყვნენ აქ ქართველოლოგები და მიმითითეს რომ აი ახალი ჩამოსული კაცია აქო, მღვდელიო და შეგვიძლია გაიცნო და მართლაც გავიცანიო. და აი ამ ნაცნობობის პერიოდში რა ტრაგედია გადახდა ახლა ამას ვთქვათ. მოკლედ ამ თარხნიშვილს ქონია ერთ-ერთი შესაძლებელი ყოფილა ვილაში, ეს ვილა ყოფილა რომის გარეთ. თავისი ბაღით, თავისი რაღაცით და ნუ ხომ არის მონასტრები რომ იხურება და ძველი ეკლესიები იხურება, მოგხსენებათ ევროპაში იხურება და იხურება და იხურება საქართველოში იხსნება და იხსნება და იხურება და იხურება. ხო, საპირისპირო პროცესები მიდისაკა და ნუ თარხნიშვილია მარტო ახლა იქ ხო და მოვიდა ერთი კაცი მოვიდა, ვარო ქართველი ებრაელიო, მებაღეო, ნუ მდევნიანო, კომუნისტები მდევნიანო, ცალკე კომუნისტები მდევნიანო, ცალკე ესენი მდევნიანო ახო და თუ შემიფარეო. და ამან შეიფარა, რომ მებაღე ვარო, ნუ თურმე აღმოჩნდა შესანიშნავი მებაღე. ნუ როგორც ჩანს ეს თარხნიშვილის გატაცებული იყო ამ სილამაზით, ყვავილებით, ბუნებით ამით და ძალიან დაინტერესდა. ხო და მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს დაადგა პოლიცია
უშიშროება, თელი უშიშროება ალყა შემოაწყეს ამას. ეს კაცი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის აგენტი. სტაცეს თახნიშვილს ამბდება სტაცეს ხელიდან შეიყვანეს უშიშროებაში კაფეა იტალიის უშიშროებას არ ვიცი. ეს ხდება ორი ახალი დამთავრებულია, დამთავრებული. მუსოლინის მთავრობა აღარ არის, მაგრამ ვინც არის მთავრობა, იმ მთავრობამ გააკეთა ეს. მოკლედ ერთი წლის განმავლობაში იყო უსაშინელესი პირობებში დაკითხვა, წამება მას რომ მიყვებოდა იმის მიხედვით ეს იყო რაღაც აბსოლუტური იზოლაცია, სიბნელე ბნელ ოთახში, უყვება რაღაცა საშინელი, ეთქობა მიზანი იყო გამოტეხვა. ვერა არ რწმუნდებოდა ესენი რომ ამან შეგნებულად არ წაიყვანა ის თავის სახში. და შემდეგ რომის პაპი ჩაერია საქმეში, უშუალოდ მივიდა რომის პაპი, პირადად თავისი ფეხით მივიდა იტალიის მთავრობაში და აი რომის პაპის ჩარევის შემდეგ მოხდა მისი გათავისუფლება. და ნუ გამოვიდა იქიდან, მაშინა ჯერ ერთი ავტოფის იყო, სუსტი ჯანმრთელობის პიროვნება იყო, როგორც ჩანს. სუსტი ჯანმრთელობის პიროვნება იყო და მერე იქიდან გამოვიდა ძალიან დაავადყოფებული, მაგრამ უცნაურობა ის არის და ძალიან დასაფასებელი ის არის, რომ აი ამ პირობებში მან შეძლო, რომ სწორედ აი ამის შემდეგ, აი ამ წამების შემდეგ, ამ დაავადების შემდეგ, დაავადების შემდეგ ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 12 წლის განმავლობაში შეექმნა არაჩვეულებრივი სამეცნიერო მემკვიდრეობა, ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო წერილობითი მემკვიდრეობა. ხო, ეხლა რა შემიძლია გითხრათ ამასთან დაკავშირებით, ამის პიროვნებას დაკავშირებით. ერთი სიტყვით დაემართა ყელის კიბო. გასაოცარი არის ის, რომ ესე იგი სამეცნიერო შრომების გარკვეული ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაწერა სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვურმა. და აი ეს მოგონი ვიცი იცნობდა მას და დაგვიტოვა მის შესახებ მოგონებები და ნეკროლოგები და მეტყვი ისინი ამბობენ რომ ბოლო წუთამდე დარწმუნებული იყო რომ მას არავითარი ცუდი რამე არ სჭირდა და დარწმუნებული იყო რომ ის გადარჩებოდა და სულ მალე დაუბრუნდებოდა სრულფასოვან სამეცნიერო მუშაობას. და აი ამ პირობებში ეს არის გასაოცარი ის ამბობს ეს არის იულიუს ასპალკი მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი რომელიც იყო ამის მოწამე. თახნიშვილის მოწაფე იყო, მისი გამოცდილი იყო. ეს არის გასაოცარი, რომ აი ასეთ პირობებში მან შექმნა მნიშვნელოვანი აკადემიური სამეცნიერო შრომები. აი ასეთ პირობებში. ხო, ეხლა მისი გარდაცვალება სხვათაშორის ძალიან მათ აისახა ხორცავსე დაისახა იმ დროინდელ პრესაში და განსაკუთრებით ქართულ პერიოდიკაში, რასაკვირველია ემიგრანტულ პერიოდიკაში. მე მინდა ეხლა წაგიკითხოთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ იულიუს ასპალგის ძალიან მნიშვნელოვანი ნეკროლოგი არ ქვია მას და მას ქვია გამოკვლევა, მაგრამ თვითონ ნეკვის დაარქვა, ნახრუფი დაარქვა, მაგრამ ეს გამოკვლევა არის სინამდვილეში. და მე მაგალითად ასეთი ინტერესით, ასეთი პატიოსნებით, ასეთი თავდადებით დაწერილი აი ესეთი რა ქვია არც მოგონება და არც ნეკროლოგი არ წამიკითხავს. აი მე მინდა წაგიკითხოთ, რადგან ჩვენ ახლა მიუნხენში ვართ, ამიტომ სწორედ ეს მინდა წაგიკითხოთ. მიუნხენში მოღვაწეობდა ცნობილი ემიგრანტი, ისიც როგორც ემიგრანტი ასე არ წამოსულა, წამოვიდა როგორც სტუდენტი, 1919-20 წელში გამოვიდა საქართველოდან, მაგრამ შემდეგ ვეღარ დაბრუნდა საქართველოში და აქ ცხოვრობდა და იყო მსოფლიო მნიშვნელობის ფიზიკა-მათემატიკოსი ალექსანდრე ნიკურაძე, მაგრამ ამავე დროს მუშაობდა კიდევ ეს ისტორია უყვარდა და ამ დარგში მუშაობდა. და მე რა გითხავთ ახლა, ბატონო? სანდესით სახელმწიფო ცნობილი ეს მე მგონი მისი ძმა არის. ძმები იყვნენ და ის მეორეც მეცნიერი კაცი იყო. სულის შემძრელი ცნობა მოვიდა რომიდან მიუნხენში. მიხეილ თარხნიშვილი გარდაიცვალა. 20-იანი წლების მიუნხენში მასთან ერთად გატარებული ჟამი, ესე იგი ჩემი თარგმანია ეს არაჩვეულებრივი არის გერმანულში, ნუ მე მგონი მენდობით ახლა არაფერი არ მომიგონებია, თარგმნე ისე როგორც იყო.
მასთან ერთად გატარებული ჟამი ცხოველმყოფელ მოგონებებს აღმიცრავს. მამა მიხეილი გერმანიაში ახალგაზრდა ქართველი სტუდენტების სწორედ იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელმაც შეძლო ხორცი შეესხა სურვილისათვის, ყველა უნარი და მიდრეკილება მეცნიერებისათვის მიეწყნა და მის სამსახურში ჩაეყენებინა. მამა მიხეილმა სიჭაბუკის ასაკშივე შეიყვარა საქართველოს ისტორია. ამ დარგში კვლევა ძიება მას ყოველთვის ენატრებოდა. მისი კეთილშობილი მისწრაფება, ახალი წყაროების მოძიება, ძველის დღის სინათლეზე გამოტანა და მისი სიღრმის განხილვა, ქართველოლოგიურ მეცნიერებათა გამდიდრებისათვის ზრუნვა, წარმატებით დაგვირგვინდა მნიშვნელოვან სამეცნიერო შრომების სახით. მამა მიხეილი მეცნიერებაში გაფურჩქვის ზედა საფეხურზე გარდაიცვალა. მართლაც 58 წლის ასაკში 40, რამდენი გამოვიდა 57-ში დაიბადა და 1958-ში გარდაიცვალა. ესე იგი 59 წლის. 59 წლის გარდაიცვალა ეს მეცნიერებისთვის სწორედ გაფურჩქვის ასაკი არის. გაფურჩქვის ზედა საფეხურზე გარდაიცვალა. რამდენი ღირსეული შედეგი დააკლდა ქართველოლოგიურ მეცნიერებას მამა მიხეილის გარდაცვალებით. რაოდენ დიდია ხარვეზი, რომელიც დასავლეთის ქართველოლოგიაში მისი გარდაცვალების შედეგად წარმოიქმნა. ღრმა მწუხარებით ქეთს ვიდრეკთ შენი სამარის წინაშე და უვიწყარო ღრმად პატივცემულო ძვირფასო მამა მიხეილი. ძალიან საინტერესო გამოკვლევები დაიწერა როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშიც. საინტერესოა რომ საქართველოში მოგეხსენებათ კომუნისტების პერიოდია, მაგრამ იმდენად დიდი იყო ამ პიროვნების მეცნიერული დამსახურება, რომ არ ირიდებოდნენ, ასე ვთქვათ, ქართველი მეცნიერები დაემოწმებინათ ეს პიროვნება, მის შესახებ ემსჯელათ და რამდენიმე სპეციალური ნაშრომიც კი მიეწყნა კომუნისტების დროს აი ამ პიროვნების ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ეხლა რაც შეეხება ამ ნაშრომს, რომელიც ბატონ ლელის დახმარებით ეზიარა კომპიუტერს. კომპიუტერს ჩემი ეზიარა, მაგრამ ეზიარა კომპიუტერს გვერდებით. ერთი სათვისტომო დაგეხმარა, ყველა მიიღო თავისი მონაწილეობა. აი ეს არის მთლიანი. და მეორე ის არის რა ქვია. კომპიუტერის ნაზიერები იყო, უბრალოდ ქაღალდზე. ამის თქმა უნდა. A4 ფორმატის თეთრ ქაღალდზე. ამის თქმა უნდა, ვერ შეიძლება მოგობა ჩამოყალიბებაში გამეხმარა ასე ჩამოყალიბებაში. ეს მნიშვნელოვანია. ყვებოდით როგორ მიიღო ეს ფერმატერის ფოტოფილის საქართველოს. სკანდალური ინფორმაციას ეხება. გამოგჭა ეგ მომენტი. არაფერი არ გაგივა ისა. ეს კაცი ეს ვასილ ჩაჩანიძე, რომელიც დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა, დიპლომატიაში მოახერხა, ამ კაცმა მოახერხა საიდუმლო გზები, იმას გამო რომ ის დიპლომატი იყო და საზღვარზე არ გაჩხრებდნენ. მოახერხა ამ კაცმა, რასაკვირველია იქ საიდუმლო. ხელნაწერთა ინსტიტუტის მაშინ ახალგაზრდილი იყო ხელნაწერთა ინსტიტუტი და ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი გახდა ილია აბულაძე. ეს იყო ძალიან დიდი პიროვნება, მაღალი დონის ინტელიგენტი, დიდი მეცნიერი, აი მაღალი აკადემია, იმას რო ეძახიან ევროპაში, ძალიან ისეთი აკადემიური დონის მეცნიერი იყო. როგორც ჩანს, მასთან შეთანხმებით მოხერხდა ამის ფოტოპირების გაკეთება მოხერხდა. ეს არის ლექსიკონის ამბავი. ხო, ქართული. ის არის ოზარ მაზარის მეცნიერული მემკვიდრეობის ავტორია, ასე რომ ლექსიკონი კი ძალიან მნიშვნელოვანია ლექსიკონი, მაგრამ ის ლექსიკონი უკაცრავად რა გავცემ. ხო, ანუ გამარჯობა ბატონო ვახტანგ. აი ხა მოხსენებაზე ვარ ზუსტად. კი ბატონო ვახტანგ და ხო? კი ბატონო, კეთილი ხო თქვენს მოკითხვას გადავცემ ყველას ახლა. აი უკვე ისმინე თქვენს მოკითხვას. კი ბატონო. იცოცხლე. ჩვენც მოგვიკითხეთ. კი, აუცილებლად ბატონო. სიტყვით მოგიკითხეთ ბატონმა ვახტანგმა. მისმა სახელმა გაიჟღერა უკვე. ხო, მასენია რა. ასენ ხო დაიმთხვა ოფიციალური დარება. ხო, აი ამ პიროვნებამ, ხო ეს კი ძალიან დიდი მეცნიერი იყო ესა. ხო და როგორც ჩანს, წარმოვიდგინეთ ახლა ჯერ უნდა ჩასულიყო მოსკოვში.
მოსკოვიდან მე ეს უნდა წამოიღო და გადაიტანა საზღვარზე და მე იქიდან ის ხდება ყველაფერი რომელიც ხდება ეს ყველაფერი ხდება დაახლოებით ეს იქნებოდა ალბათ 56-17-18 წლები რომელსაც გარდაიცვალა და აი ეს ნაშრომი რასაც გეუბნებით ახლა მე თქვენ ეს ყველაზე მეცნიერული თავსით ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ამ პიროვნების მემკვიდრეობაში ეს არის მე საუკუნეების წელს გამოსვლით ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოდა აი რა წარმოიდგინეთ თბილისიდან მოსკოვიდან ის აი ამ ხელა იმის რო ქვია ფოტოპირების ხრევა ჩაიტანა ეს ძალიან დასაფასებელი მანამდე თავად შავა იმისმა დიპლომატიურმა სტატუსმა ეს თავად გიამბოთ ბატონმა ჩაჩანიძემ გიამბოთ მანამდე თაფნიში მოთხოვა თვითონ მე თაფნიშვილის გარეშე აბა საიდან გაახსენდებოდა იმას თაფნიშვილის თხოვნა იყო დიდი თხოვნა იყო შეიძლება მუდარაც თაფნიშვილის მე როგორც ჩანს ჩვენ ხო არ ვიცით ახლა ის კაცი ისთან იყო დაკავშირებული კგბ-სთან აუდიტორები ქონდა რაღაცა შეიძლება კგბ-ში იყო ისეთი რომელსაც ქონდა რაღაცა ესეთი შეგნება პატრიოტული შეგნება მეცნიერული ინტერესები ქონდა იყვნენ იქ ისეთები მე კგბ-ში მოხსენებდა სამეცნიერო სექტორიც ვარგი იყო როგორც ჩანს მოახერხდა ესა მე არ ვიცი ყველა გაკურებულია ყველა როგორ მოახერხდა ეს როგორ მოახერხდა ამ ხელა დოკუმენტის იმ დროინდელ საზღვარზე გადატანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მე მინდა თქვა თვითონ ამ ნაწარმოების დანიშნულება. მე მართალი ბოლომდე მართლა არ ვიცი, რატომ დაწერა ეს ქართულ ენაზე. ის კაცი ძირითადად წერდა ყველაზე უფრო ადვილად ეხერხებოდა მას ფრანგულად წერა, ქართული ენის შემდეგ ფრანგული ენა ის მშობლიო ენა. გერმანულად წერდა, შესანიშნავად წერდა ასევე იტალიურად, კი? შესანიშნავად იცოდა რუსული, იცოდა ძალიან კარგად. მისი ნაშრომები გამოხატა ინგლისურად, მაგრამ არ ამგონია რომ ინგლისურად წერდა თვითონ. მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი წერდა, ქართულად წერდა, პატარა სტატიებს წერდა. გამოცემებისთვის ერთადერთი წერდა ის ქართული ემიგრანტული გამოცემების სტატიებს. ემიგრანტული პრესისთვის წერდა სტატიებს. ახლა ამ ხელა 1500 გვერდიანი წიგნი რატომ დაწერა ქართულად? მე ნამდვილად ვთქვა არ ვიცი. აქ. მაგრამ ჩემი ვარაუდი კი ასეთია. მოკლედ ის რომ იყო დანიშნული ქართულ კათოლიკეთა მღვდლად ევროპაში, ხო? იმას როგორც ჩანს, უნდა დაიარსებინა აქ ქართული კათოლიკური სასწავლებელი. ქართული კათოლიკური სასწავლებელი და დაარსებინა. ჯერ ერთი უნდა კონსტანტინოპოლთან დაემყარებინა კავშირი, მაგრამ ვერ მოხერხდა პასპორტი არ მისცეს, რომ კონსტანტინოპოლში ჩასულიყო და დაბრუნებულიყო და არ უნდა ძალიან მწვანეულად განესტიდნენ კონსტანტინოპოლის იმ სასწავლებლის დახურვას. რომ იმას დიდი კულტურული ტრადიციები ჰქონდა ეს სასწავლებელი დაარსდა 1858 წელია თუ რა 17 წელი ერთ-ერთმა კათოლიკემ მღვდელმა ხარის ჭირაშვილმა დააარსა პეტრე ხარის ჭირაშვილმა ის ახალციხელი ის ახალციხელი ჩემი მასწავლებლის პაპა იყო კი და მოახერხა იმან დღემდე არსებობს ის მონასტერი დღემდე არსებობს ისა ქართველებიც არიან ну მართალია ქართული ენა არ ვიცი ახლა შეიძლება ერთმა ორმა იცის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბირთვი ვინც არის აი ეს ზაზაძე არის მისი ხელმძღვანელი ზაზაძე არის მისი პატრონი ის მეკუთვნებაში არის და ну დღემდე არსებობს და წირველოცა მიმდინარეობს მაგრამ ქართველი მღვდელი არ ახალთ იქ ფრანგი მღვდელი არის და ის არის ხო მაგრამ ამ კაცმა მოახერხა ის რომ თერმ სასწავლებელი დაარსა იქ ახლა გიმნაზია დაარსა იქ შემოიკრიბა სწავლულები შემოიკრიბა სტამბა დაარსა ეს არ იყო პატარა ამბავი როგორც ჩანს თარგმნიშვილს უნდა და შეინარჩუნებინა როდესაც ეს სასწავლებელი და ეს წიგნი იყო გამოყენებული ქართულენოვანი სახელმძღვანელოდ მაგრამ წერის პროცესში სახელმძღვანელოს ეს გასცა და ფუნქციებს გასცა იქ სამეცნიერო რაღაცა მეცნიერი კაცი იყო კვლევარი კაცი იყო და რაღაც სამეცნიერო ასე ვთქვათ მიზნებით დაისახა ამიტომ ეს ნაწარმოები ახლა უფრო ასე ვთქვათ სამეცნიერო პოპულარული ნაწარმოებია სამეცნიერო პოპულარული ნაწარმოებია მე არ ვიცი ჩვენ რამდენი დრო გვაქვს ჯერგვა და კარგი იქნება თუ ეხლა ფოკუსირებას მოახდენ თვითონ ამ ნაწარმოების შესახებ, იმიტომ რომ კარგია რომ მთლიანად მთელი ისტორიული მიმოხილვა გააკეთებ, მაგ პიროვნების შესახებაც ვითხარი და ნაწარმოები
თვითონ რას შეეხება, რითი არის მნიშვნელოვანი ზოგადად და კონკრეტულად კიდევ იქ საინტერესო ისტორიული დეტალები არის მოცემული მე მგონი და მაგის თაობაზე რომ ვიჩვენო. ეხლა ეს ნაწარმოები საინტერესოა, ჯერ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორია იწერება ქართულ ენაზე და იწერება საქართველოს ფარგლებს გარეთ. დაიწყო წერა როგორც ჩანს მიუნხენში, რაღაც მოუკვეთი გადადგმებაში და ძირითადად ეს ნაწარმოები დასრულდა 1951 წელს არის დათარიღებული. რომში დასრულდა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეს, რომ საიდან შეძლო ამ კაცმა საქართველოში გამოცემული ლიტერატურის ასე კალმი. ეს არის თავისთავად ცხადია, ეს არის კომპილაციური ნაწარმოები. ამ ნაწარმოებში წარმოდგენილია შეჯამება იმ სამეცნიერო მიღწევებისა, რაც ამ დარგში იყო გაკეთებული. მანამდე ამ დარგში გაუკეთებია მეცნიერებას. აქ არის შეჯამებული. აქ არის უზარმაზარი სამეცნიერო ლიტერატურა, როგორც გითხარით, მაგრამ არა მარტო ევროპულ ენებზე წარმოდგენილი, არამედ თვითონ ქართულ ენაზეც კი. ხოდა ეს თავისთავად ეს არის იმდენად დასაფასებელი, რომ გაუცებას იწევს. მაშინ მოიხსენება არ იყო ინტერნეტი და არ იყო არაფერი. ეხლა ეს ნაწარმოები ჯერ ერთი მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ აი ამ მასშტაბის ნაშრომი საქართველოს ეკლესიის შესახებ მანამდე თითქმის არ არსებობდა. არსებობდა რამდენიმე ნაშრომი, მაგრამ მოცულობით ვერ შეეძება ამას. არსებობდა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რაც იყო, ყველაზე ჯერ ერთი საქართველოში იყო გაკეთებული პლატონ მიუსელიანის 50 გვერდიანი ნაშრომი რუსულ ენაზე. პლატონ მიუსელიანის. შემდეგ იყო რამდენიმე ნაშრომი ასეთი საქართველოს ეკლესიის ისტორია არა, მაგრამ მოსე ჯანაშვილის ნაშრომი იყო, ასევე დიდი 100 გვერდს რომ არ აღემატება. 100 გვერდს რომ არ აღემატება. და იყო ვირა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო მიხეილ თამარაშვილის საქართველოს ეკლესიისა და ქართული ერის ისტორია. ეს ნაწარმოები, ეს ნაშრომი მართალია ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, მაგრამ ეს არ არის პროფილირებული საქართველოს ეკლესიის ისტორია. ეს ნაწარმოები არის საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან დეტალურად არის გათვალისწინებული. ყველა დეტალი განხილული არის ამ ნაწარმოებში, ამაში დეტალურად. ეხლა თითქმის ყველა საკითხი, რაც გაკეთებული ამ დარგში, ყველა საკითხი არის ასახული აქ. და ყველა დეტალი, რასაც მოიცავს ეს ისტორია, არის ამ ნაწარმოებში ასე თუ ისე წარმოდგენილი და ყველა დეტალზე არის პასუხი გაცემული და პასუხი გაცემული არის იმნაირად, რომ კითხავს შესაძლებლობა იქნება წარმოიდგინოს, აი იმ პერიოდში სპეციალური ლიტერატურა, ანუ დარგი, რომელიც სწავლობს საქართველოს ისტორიას, რა დონეზე დგას, ანუ რა მიღწევები აქვს ამ დარგში, რა მიღწევები აქვს. ეხლა ჩვენ რომ ახალი წყაროები ვეძებოთ, აი ამაში მოვთხოვოთ ავტორს ახალი წყაროები, რა ახალი წყაროები გავიგოთ. გასაკვირველია წარმოუდგენელი იქნება, იმიტომ რომ არავის ყველა შეუძლებელია რამე ახალ წყაროზე ლაპარაკი, მაშინ როდესაც საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ თითქმის ყველა წყარო მე-20 საუკუნის დასაწყისამდე უკვე გამოკვლეული და შესწავლილი იყო. თუ შესწავლილია, რომ ყოველ შემთხვევაში აღმოჩენილი და გამოკვლეული იყო. ეს წყაროები არის მოგეხსენებათ რა წყაროებია ძირითადად არის ქართული წყაროებია, ორადორი წყარო არის ქართული წყაროები, მოქცევა ქართლისა და ქართლის ცხოვრება, ეს შემდეგ არის აგიოგრაფიული ნაწარმოებები და დამთავრდა. შეიძლება ავიღოთ უბრალოდ ეპიგრაფიკული ძეგლები, რომელშიც არაფერი მნიშვნელოვანი არ არის. და როგორც წყაროები, მოგეხსენებათ ქართული ლიტერატურა ძალიან ღარიბია ისტორიული წყაროებით. ძველი ქართული ნაწარმოები. სამაგეროდ ძალიან მდიდარი არის აგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული წარმოებით. შეუდარებლად უფრო მდიდარია ისტორიული წყაროებით სომხური მწერლობა და შეუდარებლად უფრო ღარიბია სომხური მწერლობა ლიტერატურული ძეგლებით. გაცილებით უფრო მდიდარია ქართული აგიოგრაფია, ვიდრე სომხური აგიოგრაფია, მაგრამ სამაგეროდ უფრო მდიდარია და გაცილებით უფრო
მდიდარი სომხური საისტორიო მწერლობა. ხო, ეს არის. ეხლა რაც შეეხება ეხლა იმ კონკრეტულ წყაროებს რას ძირითადად რას ეკუთვნება. ისე მოგეხსენებათ, რომ საერთოდ საქართველოს ეკლესიის შესახებ უფრო მდიდარი არის არა ქართულენოვანი წყაროები. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაზეც ეს ამახვილებს ყურადღებას, რაც მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე პრობლემატურია, თქვენ წასვლას აპირებთ? ჩვენ უნდა აქტუალს. მაშინ ეს ამესურვება და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ ის, რომ ვინ გაანათლა, ვინ არის საქართველოს ეკლესიის განმანათლებელი, წმინდა ნინო, ვინ არის საქართველოს. რომ არ იყოს უცხოური წყაროები, მე-4-მე-5 საუკუნის უცხოური წყაროები რომ არ იყოს, ვერავინ ვერ დაგუჯერებდა, რომ საქართველოს განმანათლებელი არის წმინდა ნინო. რატომ? იმიტომ რომ მე-11 საუკუნემდე, რომელამდე? მე-11 საუკუნემდე, აკაი, მე-10 საუკუნე ვთქვათ. მე-10 საუკუნემდე ქართულ ლიტერატურაში არაფერი არ არის ცნობილი საქართველოს მოქცევის შესახებ, საქართველოს გაქრისტიანების შესახებ. არაფერი არც ქართულ გეოგრაფიაში, არც ქართულ გეოგრაფიაში, არც ქართულ ჰიმნოგრაფიაში. ეპიგრაფიკაზე ლაპარაკი ხომ ძალიან საისტორიო წყაროებით სიტყვა ცნობილი არ არის შევცვლიდი ახლა არ იცოდნენ? არ იცოდნენ. როგორ არ იცოდნენ, მაგრამ ასახული არ არის. ლიტერატურაში თუ რაღაც წყაროებში ასახული არ არის. ეს ასახული არ არის. წყაროებში ასახული. რომ არ იყოს უცხოური წყაროები. არა, ქრისტიანობა მოდიოდა ახლა, მაგრამ არ იცოდნენ, განსემით ალბათ იცოდნენ. ვერავის ვერ დავაჯერებთ ჩვენ, რომ საქართველოს მართლა წმინდა ნინომ გააღვიძა. ეხლა ეს პიროვნება სვამს კიდევ ასეთ საქმეს. ამაზე პასუხს ცემს. და ამაზე პასუხი არის გაცემული. ეხლა ეს თვითონ ამბობს, რომ შეიძლება ჩემი პასუხი დამაჯერებელი არ არისო, მაგრამ კი ბატონო, მაშინ გაეციტო თქვენ უფრო ნორმალური, უფრო დამაჯერებელი პასუხიო. მე ასეთ პასუხს გაწვდითო თქვენ, ქართველებსო ერცხვინებოდათო, რომ მათი განმანათლებელი იყო ქალი. ქართველებსო ერცხვინებოდათო, რომ მათი განმანათლებელი იყო ტყვე-ქალი. ქართველების იმ დროინდელი ქართველები ეს თამარაშვილი, თარხნიშვილი წერს? ასეთ გახსნა ხო, მე მგონი შეგიკითხო თქვენი ასეთი იყო, რა დით არის ეს მნიშვნელოვანი, რა სიახლეებია. მე გეუბნები, რომ წყაროთი მწოდნეობითი თვალსაზრისით და სიახლეები შეიძლება არც არ არის ფაქტიურად, არც შეიძლება იყოს. არც გამოსახულებითი ეს არის, მე მგონი ყველაზე ძველი ფაქტი არის 11 საუკუნის იმაში რა ქვია. სამცხე ოშკია. მან გამოსახულებითი ის არ არის. ჯერეთი ვერავინ და ასაკუთებს ზუსტად ის მე-10 საუკუნეა თუ მე-11 საუკუნეა წარწერა არ აქვს, მაგრამ უფრო ძველი არაფერი აბსოლუტურად არ არის. ამას ამბობს ქართველების შეგნება არ იყო იმ დონეზე ისული ქართველი ქრისტიანობის შეგნება, როგორც ჩანს, რომ არ მორიდებოდა ტყვე ქალის განმანათლებლად გაგუცხადება. როგორც ჩანს, აქ იყო მუშაობდა ეს რაღაცა პარტანების მომენტი ეს იყო და ამიტომ მიჩხმალეს ესა. თორემ სხვანაირად ამის ახსნა, კი ბატონო, ჩემი ახსნა არ არის და მაგალითად ასე წერს ზუსტად ახლა მე ასე მაშინ შემოთავაზებ თქვენ სხვანაირი არის. ძალიან საინტერესო პასუხი არის კიდევ გაცემული კითხვაზე, რატომ არ იცნობენ საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ზღვაწევს. რომ საქართველოში ამოწევება. წინენოს მოგეხსენება დაკითხებიან, ვისაც წაკითხული ეს მოქცევა ეკართის აგებს და კი მაგრამ ამდენი მუსიკულები იყვნენ და ერთი მუსიკული მაგისტრატო არ მოვიდა ჩვენთან. ესე იგი მე-11 საუკუნემდე, კაი მე-10 საუკუნემდე, 16-11 და საათმანდლამდე, ხო? საქართველოში ანდრია მუსიკულის, ან საერთოდ მუსიკულების მოღვაწეობის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს. აი ცდილობს ამაზე გასცეს პასუხი. და კიდევ პასუხი არის გაცემული, კარგი თქვენ რადგან ესი არის რამე კონკრეტული შეკითხვა აქვს და რაღაცა სანამ წასვლამდე რომ პასუხი არის გაცემული ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ და ხო და მაგამდე გითხვი რომ არიანო ვიღაცეებიო ზოგიერთებიო ჩვენთან რომ ამბობენ რომ სომხების გასული იქნეს მაგრამ რომ ვინც ასე ფიქრობს იმას ჩემთან იქნება საქმე. საერთოდ ეს ჯგუფი ეს სტამბოლის ის ანტისომხური გამორჩევა თამარაშვილი. ხო და ვისაც არის ჩემთან იქნება. ჯერ კიდევ ესეთი ჰქონდათ პრობლემა ეთნიური რასებობა. აი რო კითხულობდი ბატონო არა ზუსტად მაშინ ესე იგი მაინც შემოიტანა
მაინც. ტრადიციული პრობლემა. აი ხა ვიზუალურად ძალიან გავს ამბანი გამეთანხმოთ და მოშეხედავ განსაკუთრებით ნუსხა ხუსურს. ახო ის მე როგორც ვიცი ხო გრამატიკულადაც რაღაც ისინი მოდი თარგმნში თუ გაინტერესებთ ასეთია. ისა რა ქვია ეს მოდერნიზებული არის კი როდესაც ქრისტიანობა შემოვიდა ქრისტიანობა ამოატივტივა არსებული ანბანი განაახლა ეს ანბანი არსებობდა და რასაც თქვენ ამბობთ უფრო მეტ მსგავსებას უმაშინა იმასთან არმაზულ დამწერლობასთან ამჟღავნებსო ქართული ანბანიო ძველი ქართული ანბანიო ეს ქრისტიანობა ამოატივტივაო და შემდეგ აი ერთ პერიოდში მოხდაო საქართველოს და სომხეთის ქრისტიანობა და ამიტომ ვიზუალურად დაემსგავსო მაგრამ ისეო არაფრით არ გავს სომხურ ამბავს გაგაშენაღვე არაფრით არ გავს სომხურ ამბავს გავიცი წლებია უკუღმა გვიმტკიცებდი კაცო ეს ამბანი ძველიო ეს დაგრიცხამდელიო და როდესაც არმაზის ეს არ ქვია არსებობდაო დამწერლობა არსებობდაო არამეული დამწერლობა და იმის პარალელურად არსებობდაო მაგრამ ვინაიდანო მაშინო სახელმწიფო ხელისუფლების ენა უცხო ენა იყო და ასე რაღაცა ეს ენა იყო დაჩაგრულიო ეს ანბანი იყო დაჩაგრულიო და ქრისტიანობა გაატარებულა დაჩაგრული მდგომარეობისგან მონობისგან საინტერესო იპოთეზაა და ალბათ ეგ უკვე საშუალებას მოგისმობს შენ რომ ის საწინააღმდეგო ამტკიცო რა შემთხვევაში თორისმე რომ მასთან ეხება ბოდიშის მოგახსენებ და უნდა დავტოვოთ ირიქით ძალიან ბოდიში შეზღუდულად გამოვიდა თქვენთვის რა ძალიან საინტერესოა რომ მაინც ჩავოვეცეთ იქითა კვირას იმ წიგნის შესახებ ეკნება პრეზენტაცია ალბათ ჩამოხოთ ხო ის სხვა დავჭერ კვირა დღეს არის აფერტ ორივე მოხსენება ხოკი 5 საათია შაბათსაც და კვირასაც ხო სულ გამოვდივართ სულ მოუწყვეტ გადმოდით კაცო პოლიტიკით გამოვდივართ მართლა ხო ადრე მითხარი შენ მე მგონი კი მე დაშოთე გამოვდივართ რითმე დავჭერ ერთის სანამ გახოთ გეტყვით აი რა მიზნები ქონდა რა ლიტურგიკული მიზანი ქონდა ამას და ისეთი კარგი დოკუმენტი მოიპოვე ეხლა რომ თქვენ ძალიან დაგაინტერესებთ ესა რა ლიტურგიკული მიზნები ქონდა ამ ჯგუფს სავანის ჯგუფს თუ აი ეტალში ბოლოზე კათოლიკურ ჯგუფს რა ლიტურგიკული მიზნები ქონდათ რა იყო მათი მიზანი და თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება არეულები თუ მარტო აინტრიგა მირია დაუგვიანეთ ის შემოტანა ქართულ კათოლიკურ ეკლესიაში საქართველოს კათოლიკურ სივრცეში ბიზანტიური ლიტერატურის ლიტურგია ანუ ის ლიტურგიის რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა ანუ უნდა ესე იგი კათოლიკური ეკლესია ახლა გამომართულოს იყენებს ლათინურ მაშინ მაშინ მოუყევი ანუ არსებობს ბიზანტიური მოუყევი კარგად იყავით კარგად კარგად სასემონო იმედია წინს მარე ვიხილავ ხო როდის გამოვა რასაც მე მივაგენი აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია მარჯვნივ ხო უთხარი საით უნდა წავიდე მე უბანში ესპანში უნდა ჩავიდე თიკო გავიდე აი ეთქვის მოკლედ შემონუცა შეკითხვა არის მე გეგ გავაგზავნე არა დაველოდოთ თიკო შემოვა პაუზას გააკეთეთ ან ცოტა პირი გაისველე ეს ლუბრიკაცია მიეცია ადვილად ილაპარაკებ მე ანუ ცოტა პაუზა 10 წუთი პაუზა ხო რა ინიციატი ხო რა ვიცი თქვენ როგორც ბრძანებთ აი არა 10 ბევრი იქნება კარგი ისეას პაუზა არა გვაქვს გასვლა გინდათ არა არ მინდა გასვლა რა გინდოდა რა უნდა იმიტომ თიკო რა შემოვიდა თიკოს რო დაველოდოთ მესკი მეტი რა ხო კარგი თუ არა მან ეხლა რო დავაწყებიოთ ლაპარაკი თიკომ რა დაგვიშავა მე რა რო ახლა დარბაზი დაკეტილი არა შენიერი მე მაგალითად ესეთი რაღაც კუთხე რო კონდეს იქ იმის მოთახის მაგე კიდე უკეთესია და ისე კარგი ხალხური ძალიან მოაყოფილი ვარ ის კარგად ესეთი მომწონს ძალიან მომწონს ახლა მოგმედარი ხო მოგწონს ამიტომ წინასწარ არ უნდა აგელდე არაფერს დაელოდე რამე საუკეთესო აღმოაჩინო მოდი დაჭი აბა მე ხო და რა არის მე ძალიან მაინტერესებს უფრო რა თქმა უნდა
შენ რომ რაღაცა ჰიპოთეზები დაგება და შენ რომ რაღაცა დასკვნებს აკეთებ და ცდილობ რომ შენი ვარაუდები გააკეთო ეგეც საინტერესოა, მაგრამ სანამ მაგას გვეტყვი, პირიქით უნდა ველოდებოდი უფრო წიგნის შესახებ ველაპარაკე და მე რა ვარაუდები გაგიშთა. არ და იმ მონაკვეთზე გითხარი, მე ვარაუდი გითხარი, ან რაღაცა ეგრე რა. აი, კომენტი რას გულისხმობ რა. იმიტომ რომ ფაქტიურად შენ ამბობ რომ საინტერესოა, საოცარია რაღაცა და წიგნის შინაარსიდან არც ერთი წყარი და არაფერი არ მოგვეცი, იმიტომ რომ ვერ ხვდები ხა წიგნის შინაარსობრივად არაა დატვირთული და მარტო რაღაც ისეთი რამეა თუ მიხდი რას გეუბნები. ანუ იქ იყო ტომობრივი ისტორიიდან იწყებოდა რაღაცა ერთი მომენტი იყო რაღაცა ამასთან დაკავშირებით რა ანუ შენ გასაგებია მე გავიგე რომ ეგ ძალიან შორს არ ვიყოს ახლა მაშინ და შევიხოთ და განხილვა დავიწყოთ. არა, განხილვა კი არა, აი მიმოხილვა მოგვეცი ამ წიგნის დაახლოებითი მიმოხილვა. ხო, ეს ახლა არ არის წარმოდგენა შეგვექონას, აი ჯერ რატო წავიკითხოთ ეგ წიგნი, რაღაცა პატარ-პატარა ინტერესის გამღვივებელი მარცვლები მოგვეცი რა თითოეული თავის ან იმის შესახებ რა. ეხლა ან იმის მიხედვით, იმის მიხედვით მიხდი რას გეუბნები? იმიტომ რომ ესე აბსტრაქტულად აგერ არის წიგნი და მე იმის გარშემო ვილაპარაკოთ, სულ იმ წიგნში გადაგვიშალე რა არის შეგნით. ესეც გითხარ. ერთი ორი კითხულოს რა თქმა უნდა ძალით. არა, რა ვიცი, თქვენ როგორი საფასდება გაქვთ? მოდი მე რა ვეჭი. ხო, წიგნი. არა, უინტერესო ნამდვილად არ იყო, მაგას არ გულისხმობ არც ერთ ვარიანტში და ის ხო, აი წიგნი რას შეეხება თვითონ ამის შესახებაც მაინტერესებს ძალიან. ხო, ერთი სიტყვით ეს წიგნი არის კი საქართველოს ეკლესიის ისტორია ვსია, მაგრამ ამავე დროს მოიცავს ქართული ერის ისტორიის საკითხებსაც. ცდილობს გაარკვიოს ქართული ერის ნათესაობის საკითხი, საიდან ტომობრივად ვის უკავშირდება ესა, საქართველო ვის უკავშირდება, ავითარებს იმ თვალსაზრისს, რა თვალსაზრისით მაშინ მეცნიერებაში სწორედ აი მიხაკო წერეთელმა ჩამოაყალიბა და ეს თვალსაზრისი გახლავთ ის რომ საქართველოს გენეტიკურად, ენერგიულად და კულტურულადაც დაკავშირებულია უძველეს ცივილიზაციასთან, ეს გახლავთ შუმერების, აქადებისა და ხეთების ცივილიზაცია და რომ უკანასკნელმა ლურსმულმა აღმოჩენებმა, აი ვანის გათხრებები მოგხსენება რაც ნიშნავს, ეს არის აღმოჩნდა ლურსმული დამწერლობა, ლურსმულმა დამწერლობამ გამოავლინა ურარტული ტექსტები და ამ ურარტული ტექსტების გაშიფვრის შედეგად, აი მიხაკო წერეთელის იყო ჩართული შოუში და აქტიურად ჩართული და გამოავლინა არა ერთი და ორი ქართული ლექსიკური ერთეული. და დამტკიცდა ყოველ შემთხვევაში მეცნიერებას მისდეცა საფუძველი იმისა, რომ ამტკიცოს ქართული კულტურის შუმერულ, აქადურ, ურარტული წარმომავლობა. და ეს თეორია პირდაპირ წარმომავლობა. ანუ კავშირი კი არა, წარმომავლობა. წარმომავლობა, რომ იმ ცივილიზაციის, რომელიც ვერ გავიგე, ვერა. ბიჭო, რა უფრო აუწია ხმას. არა, ცოტა ჩუმა თქვას. არა, ჩვენს ხოლმე და ჩვენ ხმას. რომელიც მე-3000 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2000 წლებში არსებობდა
აი ამ ცივილიზაციის მემკვიდრე არის ქართული კულტურა ენობრივადაც და ბრაზილადერია ენობრივადაც და მენტალურადაც. ეხლა ძალიან საინტერესოა ის რომ აი ამ აზრის განმტკიცებას ავტორი ცდილობს ქართული ზეპირსიტყვიერების საფუძველზეც. და აქ ბუნებრივად შემოდის საკითხი ქართული წარმართობის შესახებ. ანუ ის თუ რა წმენაწარმოდგენები ჰქონდათ ქართველებს ქრისტიანობამდე და რა იყო ქართველების აღწერილია ესე. აბსოლუტურად დეტალურად არის აღწერილი იმ დონის და იმ შესაძლებლობების მიხედვით, რაც მას ჰქონდა. და რასაკვირველია, გამოყენებული აქვს ზოგიერთი ისეთი წყარო, რომელიც ჯავახიშვილს და სხვა მეცნიერებს, მაგალითად სერგი მაკალათიას არ აქვს. ძირითადად ეკუთვნება ჯავახიშვილსა და სერგი მაკალათიას. ბუნებრივია, მაგრამ ამავე დროს დამატებით იყენებს ისეთ წყაროებს, რომელიც შეუმჩნეველია მათთვის. მაგალითად თუ გაინტერესებთ, აი კითხავთ, არის ერთი საინტერესო ლექსია არის, რომელშიც გადმოცემულია რაღაც ძველი ქართული მითოლოგიური შეხედულებები და ეს გამოქვეყნებული არის ქართულ სამეცნიერო ექვთიმე თაყაიშვილის კრებულში ძველი საქართველო და აი ამას ეკუთვნება. აი ხა მიზანი რა არის მაგისი დაამტკიცოს? მისი მიზანი დაამტკიცოს ის არის რომ როგორც ქრისტიანობა იყო ქართველების ესეთი გამაერთიანებელი, ასევე არსებობდა რაღაც წარმართული რწმენა წარმოდგენები, მითეოლოგიური რწმენა წარმოდგენები, რომელიც საერთო იყო ყველა ქართული ტომისათვის. და რომ ქართული ტომების ერთ ერად გაერთიანება, ერთ ტომად გაერთიანება, ერთ მსხვილ ტომობრივ წარმონაქმნად გაერთიანება მოხდა სწორედ ამ საერთო წარმართობის საფუძველზე. ანუ რელიგია ვითამაშა საერთო რელიგია მისი თვალსაზრისითაც ითამაშა არა მარტო ქრისტიანობამ ითამაშა, არამედ ქრისტიანობამდელი არსებობდა. საერთო წარმართობა იყო და ახალია ეგ აზრი მაგის რა თქმა უნდა ახალია, რომელიც ეს ჯავახიშვილი ცდილობს ამას გამტკიცებას, მაგრამ რაღაცა რაღაცა ნიუანსებით, რაღაცა ახალი არგუმენტებით ამყარებს ეს ამას. აბა ლექსი წავიდა. ისა, ეხლა იცი რა არის, ცოტა ძნელი მოსაძებნი არის ეს ლექსი. ჩემი ბრალი არ არის შეფეთონად. სხვათა შორის ეს ისეთნაირად არის გაკეთებული ჩემო კარგო. ისეთნაირად ამის გვერდების მოძებნა ეს არის ურთულესი ამბავი. ძალიან მარტივად გაიკეთეს ინგერმა მე როგორც მახსოვს. რა გამიკეთეს? 16 ფურცლიანი რვეულებიო ასე აი მოდით ახლა თქვენ და თუ ახლა თქვენ ამაში გაარკვევთ. არა, საქართველოს შე გაკეთებული და აუწყეს 16 ფურცლიანი ფორმატები. თუ ახლა რომ ესე გადაკეცავ და მე რვეულები ანუ რო გაკეცავ 32 გორო გამოხდა. ახლა იმენა ძნელია ესა. ჩვენ ვერ გავარკვიეთ სახში მე ვერ ამოუვესდე და წაუღე იმას პრინციპში. ხოლმე იმან წავში უცბად ამოყარა. ეხლა მოყოლოა არა და დიდი საქმე გაუკეთეს იქ. იცი რა, ჩემი მონასტერში გაიკეთეს თუ ვიღაცა მამაო არის ხო? მაგის ვინ გიკეთებს მაგას? ეს არის დელია კი. დელია. კიდე მან გააკეთა ხო და კარგად არის გაკეთებული, ტყუილად ცუდი არაფერი არ არის. მე მინდოდა ერთადერთი მქონოდა ტექსტი, რომელსაც გაუკეთებდი კორექტურას. და მომივიდა უკვე დაფორმატებული. და დაფორმატებული რვეულების სახით, რომელიც მოსახმარად არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ გადაშლი და აი ერთი ახლა გვერდები ნახეთ ახლა. ეგრე არ უნდა დაშალო. აბა როგორ დაშალო? როგორ და ყველა ერთად უნდა გადაკეცო. ყველა ერთად უნდა გადაკეცო ის 16 ფურცელი რა. და მე მიყვება ზუსტად 1-დან 200 თუ 400-მდე თუ რამდენი. ვარჯობი ესე თემის ირგვლივ გავაზრდეთ საუბარი. ეძებს. თუ არ გააგრძელე და იყავ. საინტერესო ლექსი მაგრამ. ხო. არ ეკوانოს რა გავაკეთე.
ეს ყველაფერი ჩაიწერა, ეს პაუზაც ჩაიწერა. ცოტა გვაცალე, ცოტა ამოვიჩუქოთ რა. ჩაიწერა თან ვანოქვია. არა მოწია. ვანოქვია თან კამერით არა. ისი ძალიან ძნელია ის სამაგერო მოსლავდა და ვერ მოვიდა, ძალიან თო შეიძლება. თავში. სხვადასხვის საინტერესო დაკვირვება აქვს იმასთან დაკავშირებით ადამიანებს წირავდნენ საქართველოში თუ არ წირავდნენ სხვა ბავშვების შეწირვა იყო და მეორე საუკუნეში აგრძელა რევმართალმა ქრისტეშობიდან აგაშენა ღმერთმა და აი მაგ კალთეთ წაგიკითხავთ აი მაგალითად ამონარიც არმას და ზადენს რომ ადამიანს ვერაფერ ეწირებოდა ეს საზარი ჩვეულება ისე მკაფიოდ არის წყაროებში დამოწმებული, რომ მისი უარყოფა ყოვლად შეუძლებელი ხდება. ეს კარგად იცოდა ლეონტი მროველმა და ამ ავზნეობის ამოკვეთა რევ მართალს მიაწერა, ვისაც ამ კეთილი მოქმედებისათვის მართალი ეწოდაო. და სხვადასხვის აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ რადგან შემდგომი დროის ტრადიცია ამ პიროვნებას რევს უწოდა მართალი, მაშინ ეს არის ძალიან ქრისტიანული ტერმინი და ამდენად უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პიროვნებას ქრისტიანობაზე ჰქონდა წარმოდგენა და ამიტომ მეოთხე საუკუნემდე ქრისტიანობის არსებობა სავსებით სავარაუდოა საქართველოში. სავსებით სავარაუდოა საქართველოში. ხო როლი ეწოდა რევის ღვაწლი ალბათ დროებითი იყო, მას შემდეგ კვლავ განახლებულა ძველი უწმინდურობა, საბოლოოდ ის ამოკვეთა ქრისტიანობის გამტკიცებამ ქართველთა შორის. და ძალიან ეს არის, რა ქვია, გახსოვთ თუ მივაგენი. ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მაინც არის სტრაბონის აღწერილობა, თუ როგორ სწირავდნენ ალბანელები ადამიანს მსხვერპლად. ჩვენი ალბანელები. ჩვენი ალბანელები გასაკვირველია. იბერიიდანო რამდენიმე კილომეტრის მანძილზეო არისო ალბანიაო და ალბანიაში ჩრდილოეთი აზერბაიჯანის ნაწილი კი არა, მთელი აზერბაიჯანი არის, რაც ჩრდილოეთი აზერბაიჯანი, ალბანეთი იყო მთელი აზერბაიჯანი მოიცავდა, მთელ აზერბაიჯანს მოიცავდა, შეიძლება ცოტა მეცად კიდევ და ჩრდილოეთი 26 ტომი იყო, იქ 26 ენა იყო წარმოდგენილი იქ, ალბანური ენა ასეთი რამე კი არა, სახელმწიფო იყო ალბანეთი იყო და ეს ამბობს ახლა ძნელია გაარკვიოს, სად ხდებოდა ეს ამბავი. უფრო უნდა ვფიქროთ, რომ უტიკში ხდებოდა ეს ამბავი, ქალაქ უტიკში, იმიტომ რომ ალბანეთის დედაქალაქი უტიკი იყო, ახლა უდიელები არიან. აი, უტიკში იყო და როგორ არის? ეხლა რა ქვია იმ ადგილებს? იმ ქალაქს. იმ ქალაქს ქვია ნიჯი და ვართაშენი და ახლა გაიგე რა. უტიკი აღარ არსებობს, არა? სომხურია? არა, სომხურია კაცო, ის სომხური საიდან არის? სომხურს რა უნდა? დღევანდელი ნიჯი და ვართაშენი არის აზერბაიჯანში. დღევანდელი ნიჯი და ვართაშენი. ეს არის აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში. ქართულად. ქართულად კი და ვართაშენელების გაშენებული არის სხვათა შორის, მე ვართაშენელები ჩამოვიდნენ, რა ქვია, ყვარელში და გააშენეს სოფელი ზინობიანი. და ვართაშენელების ნაწილი ცხოვრობს ახლა, ესენი არიან უდები და აი უდების ენა იყო როგორც ჩანს, უკვე ეჭვი არავის არ ეპარება ამაში. ერთ-ერთი ალბანური კი არა, ალბანური სამწერლობო ენა, ესე იგი, ალბანური ლიტერატურა საფუძვლად დაედო უდიური ენა. ხო და აი უდიელების ქალაქი იყო, უტიკის შემთხვევით არ იყო, უდიელები და აი ხდება ეს მოქმედება, როგორც წირავენ ადამიანს მსხვერპლად. და აი ეხლა რა ვიცი მე დამეკარგა ის ფურცელი და დამეკარგა სადაც გვერდი მქონდა მიწერილი. და თუ მაინც ამით გაინტერესებთ თქვენ, კი რასაკვირველია შემიძლია წაგიკითხოთ ეხლა ეს ალბანელები, აი მოდით აიკითხავთ. ალბანელნი ღმერთებისათვის თაყვანსა ალბანელები ღმერთებისავით თაყვანსა სცემდნენ მზეს, ზევსა და მთვარეს, მეტადრე მთვარეს. მთვარის ტაძარი ალბანეთის მახლობლად მდებარეობს. მეფის შემდგომ ყველაზე უფრო პატიმდებულ კაცად ის ითვლება, ვინც ტაძარს ემსახურება. ეს სტრიქონები დაწერილი არის ჩვენს წელთა რიცხვამდე პირველი საუკუნის შუა წლებში. სტრაბონი იყო ამ დროს იყო იბერიაში, კავკასია მოიარა და სტრაბონს აქვს აღწერილი, აი ძალიან ისეთი დეტალურად აქვს აღწერილი იმდროინდელი მდგომარეობა. ეხლა
ეხლა უფრო კონკრეტული მონაცემი ამიდან, ამ ინფორმაციიდან. იგი დიცა და ხო პატივცემულ კაცად, ხო ტაძრისმსახური დიცა და პატივცემულ კაცად ითვლება. იგი დიცა და მჭიდროდ დასახლებულს ხატის მამულს განაგებს და ხატის ხმების უფროსად ითვლება, რომელთა შორის ბევრი ქადაგად დაეცემა და წინასწარმეტყველებს ხოლმე. იმას, ვინც მეტად აღტაცებულია და ტყეში მარტოდ დახეტიალობს, აღტაცებულია, ესე იგი რაღაცა ის არის ტრანსშია გადასული და სულ ქადაგად არის დაცემული. ხო და ტყეში მარტო დახეტიალობს, ქურუმები დაიჭერენ, კისერზე ჯაჭვს დაადებენ და 1 წლის განმავლობაში ვარაკად ასუქებენ. იგი კარგად აჭმევენ. მერე მას მირონცხებულს სხვა სტაღმრთოებთან ერთად ღმრთის სამსხვერპლოდ შესწირავენ ხოლმე. მსხვერპლად შეწირვა ამნაირად იციან. ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ჩვეულებრივ ლახვრის შთაშუალებით იციან ხოლმე. ну ასეთია თარგმანი ახლა ერთმოშიც ასე იქნება ამ კონსტრუქციით. იციან ხოლმე ერთი კაცი, რომელსაც ამგვარი ლახვარი აბარია, ხალხისაგან გამოვა და ხერხიანად ლახვარს გვერდით გულში კრავს ხოლმე. როცა ლახვარნაკრავი მსხვერპლი და ეხლა უნდა მივაგნო შემდეგ ფურცელს. საკითხულობდი. კარგად მივაგენი, ადვილად მივაგენი, მაგრამ ამერევა. დაეცემა მიწაზე. ქურუმების სხვადასხვა ნიშნების მიხედვით მკითხაობენ და სტაჯაროდ ხმამაღლა აცხადებენ ხოლმე. როცა გვამს ერთ დანიშნულს ადგილს მიიტანენ, ყველანი თავიანთი თავის განსაცმენდელად ფეხს დაადგამენ ხოლმე. და გაგახსენდებათ, ვისაც აგიკითხავთ, მაგალითად, ვისაც აგიკითხავთ ჰაბარდეს რომანი მონტესუმას ქალიშვილი, ვისაც გაგახსენდათ ახლა, არ შეიძლება არ გაგახსენდეთ იქ ადამიანის შეწირვა როგორ ხდება და ცოტა საოცარი მსგავსება არის. როგორც ჩანს ეს ისტორიის ეტაპია, ეს რაღაცა ნასესხები კი არ არის, ერთი იქიდან მეორე გადატანალგეთ მოდელი და ნასესხობის შედეგი კი არ არის, სესხების შედეგად კი არ არის. ბუნებრივად აღმოცენებული ამბავი არის, ბუნებრივად აღმოცენებული. დასკვნის შესახებ რას ვეტყვი, რომ ეს რახან იბერიიდან აღმოსავლეთითო სხვა ქვეყანას აღწერს. იბერიაში ეგრე იყო? იბერიაშიც ასე იყო. იბერიაში რატომ სჭირდება ეს? აი რეომა ესა აკრძალა იმების შეწირვა, იმოწმებს კიდევ იქ კადმოსელები და ისინი ცხეთის მახლობლად გადმოცემები არსებობს, სოფელი კადმოსი და რაღაც სოფელი არის, კიდევ მეორე სოფელი, აი იქ ასეთი გადმოცემები არსებობს, რომ ჩვენი მკვდრებს თქვენ გასესხებთო, რათა კარგად გამოიკვებოთო რაღაცა. ესე იგი, ესაო გამოძახილი არისო, იმ დროის გამოძახილი არისო, როდესაც ადამიანებს ხელფას შეწირავდნენ და მერეო აი ამ ნაწილებზე მკითხაობდნენო და ვისაც რა სჭირდაო, მაგალითად გულია წუხებდაო, გულს ჭამდაო, ვიწდია წუხებდაო, ვიწს ჭამდაო. ეს ძველი ის არის, ძველ ხალხებში იყო ეს. მოდი, ის უფრო მოგვიანებითი ისტორიაც ხო აქვს და იმაზე მოგვიყვები რა. უფრო მოგვიანებითი ისტორიაზე, ეხლა მე უნდა წაგიკითხოთ თქვენ. მოიჩადე 61 უნდა მოვხარია, რომ გამიწყო ისო. ქურუმების ჭამდნენ და ადამიანების ჭამდნენ, ადამიანების ჭამდნენ. ქურუმების შეჭამდნენ მე. ტყეები იყვნენ თუ იცი რა, აქ არ ჩანს რომ ტყეები იყვნენ, მაგრამ ამერიკაში ამას ტყეებს იყენებდნენ, ამას მეტყვი თავის თავს ვერ იმთავიანთ შვილებს და თავიანთი მას ვერ იმეტებდნენ და ტყეებს იმეტებდნენ. ალბათ იმ ეპოქაში რაღაც განსაკუთრებული ადამიანი უჭერდა. ყველაფერს შეჭამდა. რა ვიცი, აბა ის. აბა ერთი სხერფლის სიგნალის მეყოფა. არა, გასაძღობია უნდა სამკურნალო ყვარი. თემა აგიდა შესვანო, თემა აგიდა. ვეცადე, მაგრამ არ გამოვიდა. ჯერ არ გამოვიდა.
რავის გისმენთ, ეხლა ჩემთან მოდივარ წინააღმდეგობაში და კითხვა მაქვს, ბრძანეთ და მე საუბრის ბოლოს შეგეკითხები. არა, რატო შეგეკითხე, სანამ ეძებს ახლა? მოეძებს მოშოვში. არა, შეგეკითხე. ანუ ფეროსთან აი წმინდა დინოს შემოსვლის შესახებ მე-11 საუკუნემდე საქართველოში არაფერი არ იყო ცნობილი. მე მინდა გითხოთ, ანუ როდესაც ანუ 325 წელს გამოცხადდა საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია. 325 წლის მერე, ანუ 7 წელიწადში 332 წელს მილანში იყო თვართეში სოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის ნიკეაში იყო და 325 წელს ანუ ბოდიშ ფაქტებია და საქართველოსთან იყო ბიჭვინტის ეპისკოპოსი სტრატოფილე წასული. ხო და ანუ ამ კაცის წასვლა კიდე მე-10 საუკუნის შემდეგ არის აღმოჩენილი, ანუ რო იყო გაგზავნილი სასულიერო პირი ამ საეკლესიო კრებაზე. ეს ფაქტი როდის დასტურდება და მე უბრალოდ იმის დაკავშირება მინდა რომ თუ ეს დასტურდება თქვა მე-10 საუკუნემდე რატო იყო წმინდა დინოს შემოსვლა მე-10 საუკუნეში რატო იყო აღმოჩენილი თქვა. გებასუხებთ მაგაზე ძალიან კარგი შეკითხვა არის, თუმცა ერთი სიტყვით ცოტა დალაგება სჭირდება. ხო, არა, გასაგებია, მე ვიტყვი რომ წმინდა დინოს შემოსვლა უფრო მნიშვნელოვანი იყო საქართველოში, ვიდრე თქვა ამ სასულიერო პირის გაგზავნა. ჯერ ერთი ის სასულიერო პირი ჩამოყარა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი კი არ იყო. ის სასულიერო პირი იყო საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენელი. ის სასულიერო პირი იყო ბიჭვინთის და ბიჭვინთის ეკლესია იყო საბერძნეთის ეკლესია, არავითარი ქართული ეკლესია იქ არაფერ კავშირში არ იყო. ეხლა, როდესაც ხო, და ჯერ ერთი ის რომ სტრატოფილი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იყო ბერძენი, თუ არა ქრისტიანი რო ყოფილიყო, იქ ქრისტიანული იმის ქართველი რო ყოფილიყო, ანუ გაქრისტიანებული ქართველი რო ყოფილიყო, ის სტრატოფილეს არ დაირქმევდა. სტრატოფილე ნიშნავს ომის მოყვარულს. და ეს არის ტიპიური წარმართული სახელი. ის ქართველი, რომელიც გაქრისტიანდებოდა, დაირქმევდა ქრისტიანულ სახელს და არავითარ შემთხვევაში წარმართულ სახელს. ის რასაკვირველია იყო ბერძენი და არაფერი კავშირი იმ ტერიტორიას საქართველოსთან არ ჰქონდა. ანუ იმ ეკლესიას, რომელიც მაშინ დასავლეთ საქართველოში მოქმედებდა, არაფერი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს ეკლესიასთან. ის იყო ტიპიური ბერძნული ეკლესია, ბერძნული დიასპორის მიერ შექმნილი და ბერძნებისათვის შექმნილი. თუ იმი ადგილობრივი იყო, ის ეკუთვნოდა ბერძნულ ეკლესიას. და რაც შეეხება საქართველოს სახელით კი არ იყო, ის იყო ბიჭვინთის ეკლესიის სახელით იყო და ეს ბიჭვინთის ეკლესია იყო ბერძნული ეკლესიის ნაწილი. ბერძნული ეკლესიის ნაწილი და ის ცნობილი არის, რასაკვირველია, იმ დროინდელი საეკლესიო კრების, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების აქტებში. მაგრამ არა როგორც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი, არამედ ბიჭვინთის ეკლესიის წარმომადგენელი, ანუ ბერძნული ეკლესიის წარმომადგენელი. არაფერი კავშირი იმას იმ აქტების თანახმად საქართველოს ეკლესიასთან არ აქვს. ეს ერთი და მეორე კიდე უფრო საგონებელს ჩავარდი ხო მე მგონი. ეს ყანაერად იცოდი აშკარად და არა ეს იმდენად ცნობილი, იმდენად ცხადი რაღაცაა რომ ეხლა თქვენ რომ უფრო ჩახედული იყოთ ამ სფეროში, აროთ უცოდნეობიდან იყოთ ჩახედული ამ სფეროში, რასაკვირველი ამ შეკითხვას არ დავსვამდით. მაგრამ ეხლა უფრო საინტერესო იმაზე ვიდეო და ხა ეს მეკითხება, არა შეკითხვა იყო ძალიან კარგი შეკითხვა იყო, მაგრამ საქმე ის არის ალბათ უფრო მარტივი პასუხი ისეთი რომ საქართველოს ეკლესიასთან იმას არაფერი კავშირი არ აქვს. არა, გარდა მაგისა თქვენ როგორც ბრძანეთ, ეგ იყო რომ ლიტერატურაში არაა ასახული და ასახული არაო. ეს ქრისტიანული პასუხი ასეთია რომ ეს არ არის ასახული ქართულ ლიტერატურაში. აი ეს ქართულ ლიტერატურაში არაა ასახული. ქართულ ლიტერატურაში ხო და მე ვიცოდი შეცდომით მაგრამ რადგან ესე ხო ქართულ ლიტერატურაში არ არის ასახული, მაგრამ ეხლა სხვა საკითხზე გადავდივარ, ჩვენ ამ შეკითხვასთან დაკავშირებით უშუალოდ წიგნად შეეხება და უშუალოდ ამ საკითხად შეეხება. საკითხი ასე ისმის, რა ქვია, რატომ ეკითხებიან წმინდა ნინოს იმის შესახებ, რომ საქართველოში არც ერთი მუსიკული არ ყოფილა. ესე იგი, ქართველებმა იცოდნენ თუ არ იცოდნენ საქართველოში მუსიკულების მოღვაწეობის ამბავი. პასუხი ასეთი არის, ვინაიდან მაშინდელი საქართველო გულისხმობდა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს, უბრალოდ ქართულს გულისხმობდა და მოციქულები მოვიდნენ არა აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველო
იმ დროინდელი ქართლისათვის არ გაიაზრებოდა მის სახელმწიფოებრივ ტერიტორიად. ამიტომ ბუნებრივია ანდრია მოციქულის შესახებ მათ არაფერი ეთქვათ. შეიძლება ჰქონდათ ცოდნა, რომ ანდრია მოციქული იყო დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ეს დასავლეთ საქართველო მათ საქართველოს არ ჰქონდათ გააზრებული. გასაგებია რას ვამბობ? შესაძლებელია არც ჰქონდათ და არც იცოდნენ. ბოლოს და ბოლოს შეიძლება ვინც კითხა იმან არ იცოდნენ. ყოველ შემთხვევაში წყაროებში არ არის ასახული, მაგრამ მე უფრო საინტერესო რაღაცას გეტყვით ახლა. ჩვენ უფრო ვიცით ახლა მაგალითად შუმერები ვახსენე მე. შუმერების ამბავი ჩვენ უფრო ვიცით თუ პლატონმა და არისტოტელემ უკეთ იცოდნენ. ეროდოტემ უკეთ იცოდა შუმერების ამბავი თუ ჩვენ უკეთ ვიცით. ერთი სიტყვით ჩვენ ჩვენ რასაკურველია რა თუნდა მაგას ჩვენ უფრო ვიცით. ჩვენ უფრო ვიცით ისტორიის მამა მაშინ. და ხოდა იმ ისტორიის მამამ წარმოდგენა არ ქონდა ისტორიის მამას იმას. წარმოდგენა არ ქონდა ისტორიის მამას. ისტორიის მამას წარმოდგენა არ ქონდა შუა მდინარეთის ისტორიაზე. იმიტომ არ ქონდა წარმოდგენა, რომ იმ დროისათვის ისტორია იყო უკვე მიწაში. ის ისტორიული ძეგლები იყო მიწაში და იმ ისტორიული ძეგლების კითხვა კიდეც რომ ყოფილიყო ზევით, არავის არ შეეძლო იმ ისტორიული ძეგლების აღება. დურსმული დამწერლობა მაშინ არავინ არ იცოდა. აღარავინ იცოდა. და არის იყო დურსმული დამწერლობა. დურსმული დამწერლობა რომ გახდა ცნობილი და რომ ჩამოყალიბდა მეცნიერება და ამგვარად ასირიოლოგია რომ ჩამოყალიბდა, ხოდა ასირიოლოგიის შემდეგ გახდა ცნობილი ვინ იყო იქ მეფე, რა ცხოვრება ჰქონდათ იმათ, ვინ გამოიგონა პირველად ლურსმული დამწერლობა, არატასა და მისი მწყემსის ამბავიო ესეთი გამოცემა არსებობდა, აი როგორ მივიდა მეფე იმ დასკვნამდე რომ თავისი აზრი დაეფიქსირებინა. ხო? და საერთოდ რა მეფსატარნო დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ იმათ ეგვიპტელებთან, ეგვიპტელებს იმათთან, ხო? ეს ჰეროდოტემ არ იცოდა. არ იცოდა იმიტომ რომ საისტორიო წყაროები მის დროს იყო მიწაში. როდესაც არქეოლოგია შემოვიდა მეცნიერება, დაფუძნდა როგორც ასეთი, როგორც წყაროთმცოდნეობა, როგორც მეცნიერული დისციპლინა ჩამოყალიბდა, აი მაშინ გამოვლინდა ძველი საისტორიო წყაროები. ამიტომ პირადად ჩემთვის სულაც არ არის გასაკვირი, მე-4 საუკუნეში არ ცნობოდათ ქართველებს, ან ცუდად ცნობოდათ, ჩვენზე უფრო ცუდად ცნობოდათ, რა ხდებოდა 3 საუკუნით ადრე. და ბევრი რამ შეიძლება ჩვენ უკეთესად ვიცით. ახლა. მაგრამ თქვენ შეკითხვაზე პასუხი თარხნიშვილიც ასეთ პასუხს გაგცემდა. ისტრატოფილე იყო იმ ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც მე-4 საუკუნეში არ გაიაზრებოდა საქართველოს ეკლესიას. და არავინ არ გაიაზრებდა ამას ასეთად. და ეს სახელმწიფო ხომ არსებობდა ეგრისის სამეფო. მე ეს ეგრისის სამეფო ვინ იყო? ეგრისის სამეფო ქართული სამეფო იყო. მე მაინც კავშირი ჰქონდა იმას ქართულ სამეფოსთან და ეგრისის სამეფო ეს იყო ჩვეულებრივი ეგრისის სამეფო იყო ჯერ იყო ბერძნების ის იყო ეთნიკურად მაინც მინიმუმ არ იყო. ეთნიკურად ის იყო როგორც ჩანს იყო მეგრელებისა და ლაზების. ქართულ წყაროებში რატოა დაცული მაშინ თუ ეს ბერძნული იყო რაში მჭირდებოდა ჩვენ მაშინ მაგის გამოყენება საქართველოს ისა რომელ წყაროებშია და ანუ საქართველოს მე ესე ვისწავლე და ესე ვისწავლე ანუ საქართველოს ისტორიის მიხედვით ნუ არსებობდა ორი სამეფო. არსებობდა ორი სამეფო და ეს კაცი იყო საქართველოსთან წაგზავნილი და თქვენ ამბობთ ვინ იყო წაგზავნილი? ანუ სტრატოფილეზე ვამბობ ისე ვინ საქართველოსთან გადამრევა და საქართველოსთან წაგზავნილი და საქართველოს ეკლესიიდან იყო წაგზავნილი და ვინ გითხრა ვინ გასწავლა რომელ არა მოდი თქვათ ეხლა მაგროს საქართველოს როგორც ეგეთი გაერთიანებული არ არსებობდა და დასავლეთი საქართველოს რაღაცა თავისებური წარმონაქმნები ხო ჰქონდა სახელმწიფო ხო მაგრამ ის ხო არ იყო ის იყო ის ტერიტორია და ის ქალაქი აი ესენიც ესე მაშინ შეცდომით ვიცით არა ესენი ბაზა არა მოიცა გეტყვით თქო გაინტერესებთ გეტყვით ახლა პირდაპირ გეტყვით როდესაც საქართველოს გაერთიანდა და რას ნიშნავს საქართველოს გაერთიანდა დასავლეთ საქართველოს შემოიერთა აღმოსავლეთ საქართველოს ეხლა ეს ჩვენ ვეძახით ამას დასავლეთ საქართველოს ის ეძახა აფხაზეთმა ჯერ ერთი აფხაზეთმა დაიპყრო მთელი დასავლეთის ტერიტორია და დაერქვა იმას აფხაზეთი და აფხაზეთმა შემდეგ აფხაზეთის მეფემ ბაგრატმა შემოიერთა აღმოსავლეთ საქართველოს დაიპყრო პირდაპირ აღმოსავლეთ საქართველოს და გახდა გაერთიანებული საქართველოს მეფე ამის შემდეგ
როდესაც სწავლობენ საქართველოს ეკლესიის საქართველოს ისტორიას საერთოდ, ბუნებრივი აინტერესებთ ამ ტერიტორიის ნებისმიერი მონაკვეთის წარსული. და ამ გაგებით ბუნებრივია ჩვენ გვაინტერესებთ, როგორც ტაო-კლარჯეთის წარსული, სანამ გრიგოლ მივიდოდა მანამდე, ვინ იყვნენ იქ, ვინ ცხოვრობდა. ასევე ჩვენ გვაინტერესებს ლაზეთის, ასევე ჩვენ გვაინტერესებს ყველასი. იმიტომ რომ როდესაც მოხდა საქართველოს გაერთიანება, ეს გაერთიანება არის არა დროებითი, არამედ იდეალში და безარწმუნებელია რომ ეს ასე არის, ეს არის მუდმივი და ბუნებრივია ჩვენი კვლევის საგანი არის, ჩვენი ინტერესის საგანი არის, ვიცოდეთ ამ ტერიტორიის, კონკრეტული ტერიტორიის წარსული. და რაც შეეხება მაგას, ჩემო კარგო, ეს იყო ცოტა ბერძნული ქალაქი, ბერძნების დაარსებული ქალაქი, ბერძნული დიასპორა იყო, ენობრივადაც, სახელმწიფოებრივადაც ბერძნები იყვნენ იქან და ის კაცით ჩვეულებრივი ბერძენი იყო და ბერძენი ეკლესიის წარმომადგენელი იყო მსოფლიო კრებაზე. შეიძლება პოლიტიკურად გავლენა იყო ბერძნული, მაგრამ ეთნიკური ჯგუფები ხო იყო ქართველური? მე ქართველოს აკავშირია ქართველური შეიძლება პოლიტიკურად არ იყო ჯერ ქართული სახელმწიფო, მაგრამ ეთნიკურად ხო იყო? მე ეთნიკურად რომ იყვნენ, ეხლა ეგ ჩვენ ვიცით ახლა რომ მეგრელები და ქართველები ეთნიკურად მონათესავეები არიან, მაგრამ იცოდნენ ეგ მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე იცოდნენ? ვინ ქართლში? კი ბატონო, გაბრიელ ეპისკოპოსმა იცოდა ეგა, სანამ რა ქვია, ცაგარელი, სანამ ალექსანდრე ცაგარელი თავის გრამატიკას გამოაქვეყნებდა მეგრულ, ქართულ, სვანურ, მეგრულ, ქართულ, სვანურ ენების შედარებით გრამატიკას გამოაქვეყნებდა. მანამდე ვინ იცოდა ეგ? ხომ არავინ არ იცოდა. ლეონტი მროველისთვის მაგალითად მეგრელი, აფხაზი, სომეხი და ჩეჩენი ერთი და იგივე ის არის, რა ქვია. აი ახლა მაგი არ თქვა ხმამაღლა არსად. აი. ლეონტი მროველისთვის ასეა, წაიკითხეთ ლეონტი მროველი და შეიძლება სახელებს ეძახით, მაგრამ ეხლა ქართლის ცხოვრება კი წერია, ერთი ხავდაო წინაპარიო, სომხებსო, მეგრელებსო, ეგროსი ადამის ყავდა ყველას. ადამიანის არა, მიდი ერთი თავმავალი იყო თარგამოსი ადამიანის რომელმაც შუა 8 ძე ხაოსი და ეგროსი და ესენი და ამ აქედან გამომდინარე ერთ სიფტყეზე არიან ეს ანუ ქართველები ხო ქართველებს ერთ სიფტყეზე არიან ყველა კიდე კარგი სხვა რაღაც არის ეხლა წინაპარი რო ყავდათ ერთი და ეს და იგივე მოიაზრებს ზაშვილები ყოფილდა ბატონო როგორ მეც თვითონაც მოდიო ცენტრალურ წინაპარს მაინც ვერ აი თქვენ კიდე ხარ რაღაცა ლეონტი როველს აღწევია ქართლის ცხოვრება აღწევია თვითონ მარტო ეს რომ აღმოსავლეთ საქართველოში რა ხდებოდა ხო და მანამდე კიდე მთელი 10 საუკუნის განმავლობაში არსებობდა დასავლეთ საქართველო ხო იმ წიგნში საერთოდ არაა მოთხრობილი ამ 10 საუკუნის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში რა ხდებოდა ხო არ არის და ესე რომ ვთქვათ რომ მაგ წიგნს დავეყნო და მაინდამაინც მაგ წიგნის საფუძველზე შეიძლება რა წიგნს უნდა დავეყნო მაგ წიგნს დააყენა უკვე ჯავახიშვილმა და გიორგი ახვლედიანმა გიორგი ახვლედიანი საერთოდ არ შეხებია მარტეს. გიორგი ახვლედიანი იყო ენათმეცნიერი და სწავლობდა გიორგი ახვლედიანი სწავლობდა ენათმეცნიერებას და საერთოდ ისტორიის საკითხებს არ შეხებია. და თქვენ რასაც გძებთ აი საქართველოს ისტორიის ნარკვევის მეორე ტომში აი სტრატოფილესთან დაკავშირებით ყველაფერი წერია იქ და ეგ წიგნი კიდე თქვენ სხვანაირად დამანახეთ უკვე. ხოდა კარგია ძალიან. ხო მაგრამ მე ვფიქრობ შეესწავლეთ დამანახეთ. მაშინ შეისწავლეთ ის წყაროებით შეისწავლეთ ეს წყაროები. მე ხა სხვა მიზნით ვარ აქ ჩამოსულა საერთოდ აღარ მაინტერესებს. რატომ ამ მიზნით ჩამო აი იმიტომ წაგიკითხეთ რატომ წაგიკითხეთ ეს. არ ვიცი აი ძალიან საგამოწო საკითხია და საქართველოში რო იყო ნიკოროდის სიტყვა რატომ წაგიკითხეთ. ჩამოვიდნენ ჯგუფი რომლებიც ჩამოვიდნენ სხვა მიზნით კი არა იმისთვის რომ საქართველოს ისტორიული წყაროები უკეთესად შეესწავლათ. თქვენც მიბაძეთ იმას და საქართველოს ისტორიული წყაროები უკეთესად შეისწავლეთ და რადგან ჩემი პასუხი არ გაინტერესებს თქვენ მოძიებული არა შემეშალ არ გაინტერესებს რომ ხო არ გაკმაყოფილებთ მაშინ თქვენ რომ მოიძებთ წყაროებს თქვენ თვითონ გასცემთ პასუხს წყაროები უკვე ხელმისაწვდომია გასაგებია მოდი უკვე მოძიებული წყაროების შესახებ გავაგრძელებთ ახლა და უკვე ალბათ ნელ-ნელა უნდა არ ვიცი ეგრე ანუ
შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ. ხო ამბობთ, მეოთხე არ თუ მეორე საუკუნემდე მოიცავსო. აი მაგრამ მეოთხე საუკუნეებზე რა არის მოცემული ხელნაწერში ახლა? ან მე-6 საუკუნე, მე-7, მე-8-ზე რა არის? რა ტიპის ინფორმაცია ჩვენი ეკლესიის შესახებ ზოგადად მის დამოკიდებულობაზე საერთო ეკლესიაზე ვთქვათ იგივე კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან მიმართებაში, იგივე მეზობლებთან მიმართებაში არის რამე ინფორმაცია მოცემული? კი, რასაკვირველი ინფორმაცია არის მოცემული და ინფორმაცია არის მოცემული ასეთი ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკლესია ჩამოყალიბდა როგორც აღმოსავლური ტიპის ეკლესია, რომელიც მე-6 საუკუნიდან, მე-5-6 საუკუნიდან უკვე გადადის ბიზანტიურ პოზიციაზე და სხვა შორის მივაგენი ისა, რომ საქართველოს მაერჩია დასავლური პოზიცია, რომ საქართველოს გამოდის აღმოსავლური, ხო, აღმოსავლური ეკლესიური დაქვემდებარებიდან და რომელშიც იყო რომელი იყო ეგ აღმოსავლური დაქვემდებარება? ანტიოქიური ის აღმოსავლური და საქართველოს აერჩია დასავლური კურსი, ანუ ბიზანტიური კურსი აერჩია და სხვა შორის ეხლა ზუსტად თვალი დავადგი, იმას დავადგი თვალი, ხო? ხო, ამიტომ გასაგები ხდება ის ფაქტი, ლაპარაკია იმაზე, რომ ქართველები თავისი მენტალიტეტით უფრო დასავლური ხალხია, დასავლური ცივილიზაციის ხალხია, დასავლური ცნობიერების ხალხია და ამიტომ ბიზანტია თავისი კულტურით, თავისი მაღალი ხელოვნებით, თავისი მაღალი განათლებით ქართველებისათვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა და ამიტომ ქართველებმა აირჩიეს აი ეს ბიზანტიური ორიენტაცია, ბიზანტიური მიდრეკილება აირჩიეს და რომ ეს უმტკივნეულოდ მოხდა. ხო, მანამდე კიდევ არსებობდა ასე ვთქვათ დაციაობა საქართველოს მიმართ. ირანი და რომი და შემდეგ ბიზანტია. ხო და ქართველებმა ბიზანტიას მისცეს უპირატესობა, რადგან ბიზანტია, რომმა და ბიზანტია საქართველოს უფრო მეტი კულტურული წინსვლის პერსპექტივა შესძინეს. და ეს არის ეხლა თუ გინდა წაგიკითხავთ რასაკვირველია ამას, მაგრამ აზრი ეს აზრია გატარებული, რომ საქართველოს დაადგა დასავლურ ორიენტაციას და როცა დღეს ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი ორიენტაცია დასავლური არ არის, შეიძლება ისმის საკითხი, რა იგულისხმება ამაში, რაზეა ლაპარაკი. გასაკვირველია ესაც ამას გულისხმობს, რომ ეკლესიურად აღმოსავლური წესიდან საქართველოს გადადის დასავლური წესი და ეს იწყება მე-6 საუკუნიდან. ანუ როდესაც ქრისტიანულ ეკლესიაში შეიქმნა ორი მიმართულება, მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა. ანუ სხვანაირად რომ თქვათ ბიზანტიური, შეიძლება ასე ვთქვათ, ბიზანტიური და აღმოსავლური. ბიზანტიაშიც ბევრი იყო მონოფიზიტი, მაგრამ ძირითადად ბიზანტიის ეკლესია მაინც მონოფიზიტობას მიჰყვებოდა. ასევე აღმოსავლეთშიც ბევრი იყო დიოფიზიტი, მაგრამ აღმოსავლეთის ეკლესიები მაინც მონოფიზიტურ პოზიციებზე იდგნენ, მათ შორის სომხური ეკლესია, ხო? და საქართველოს ეკლესია აი ამ საზღვარზე იყო, რომელმაც აირჩია დასავლური პოზიცია. შეიძლება ეს მისთვის წამგებიანი იყო, მისი კულტურისთვის წამგებიანი იყო, დღესდღეობამდელი გადასახედი არ ემოცვაში, იმიტომ რომ ეხლა სომხურის თუ აინტერესებთ იმიტომ მეცნიერებს, რომ მას აქვს სხვა წესი აქვს, სხვა წესი აქვს. ქართული წესია, ქართული დამსახურება დღეს ჩვენ წეგვაში ბერძნულია. ეს ბერძნული არის. ბერძნული ტიპიკონია, ბერძნული წერილოსვლა და ეს არ არის ძველი. დღესაც ცოცხალია საბრიში და ყველგან. ხო და ეს სომხური, კოპტური და ეს არის არაბული, აი ესეთი ვარიანტი, ქალდეული წესი რომელიც რომ არის. ეს არის იშვიათი გამონაკლისია, ძველია, ძველ ვითარებას ასახავს და ამდენად მეცნიერებისთვის უფრო საინტერესოა ეს. ანუ თვითყოფადია უფრო რა. თვითყოფადია, ხო. ხო და რაც შეეხება თავისი ხაზი აქვს რაღაცა განვითარების. კი. ხო, რაც შეეხება იმას, მაშინ პასუხი უნდა გაეცეს, კითხავს უნდა გაეცეს, რატომ? პასუხი უნდა გაეცეს თქვენ შეკითხვას, მაშინ პასუხი უნდა გავცეთ ამ კითხვას. რატომ არის რომ ქართულ წყაროებში არაფერი არ არის ნათქვამი დასავლეთის ამდების შესახებ? არაფერი არ არის. ლაპარაკი საქართველოს ისტორია როგორც ასეთი, ანუ ქართლის ცხოვრების ბიდანი, ანუ ახლა იწყება მართლიდან და ეს ძეგლი, როდესაც მე-10 საუკუნეში შეიქმნა,
ანუ ასახავს მარტო აღმოსავლეთ საქართველოს ცხოვრებას, არა დასავლეთი და ამათ საუკუნის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში რა ხდება და მაგრამ ქართლის მოქცევა ყია ძეგლსა და იქ თუ საქართველოს გაიაზრებდნენ დასავლეთთან და დასავლეთსაც საქართველოს მოიაზრებდნენ, მაშინ ხომ უნდა ეს იგივე ვარიანტია, მაგალითად აპოლონიოს როდოსელის თქვა არგონავტიკა უარყოთ, ხო? მით იმის შესახებ თუ როგორ ჩამოვიდა თქვა იაზონი, კოლხეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო შეიძლება მაშინ ეს ძეგლიც უარყოთ. რომელი ძეგლი? აი რაზედაც ეხა გესა. რომელი? აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკა. რატომ უნდა უარყოთ აპოლონიოს როდოსელი? ქართლის ცხოვრებას დავეყნობით. ქართლის ცხოვრებას თუ დავეყნობით, საქართველოს არ ყოფილა მაშინ. მაგრამ არის დასავლეთ საქართველოს კოლხეთის სამეფოს შესახებ. ხო, მაგრამ მე რასაც ის გვეუბნება იმას, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო ერთი პოლიტიკური ერთეული იყო, იმ აპოლონიოს როდოსელი მაგას გვეუბნება? არ გვეუბნება, რა ის მოუთხოს ქრისტეშობამდე მე-14 საუკუნეზე, ეს ეგრე ქრისტეშობიდან მე-10 საუკუნეში შექმნილი. რომელი კაცო? ქართლის ცხოვრება. კი ბატონო, ქართლის ცხოვრება შექმნილია, მაგრამ ლაპარაკია იქ ისტორიაზე მე-4 საუკუნის ამბავზეც. და უფრო ძველამდეებზეც კიდევ ლაპარაკი არის. ანუ კოლხეთი საქართველო არ იყო შენამდე? თუ იმ ძეგლის მიხედვით არ არის მეთქი, მე ასე გეუბნები და რა ვქნათ ჩვენ? რა ქნათ ისტორიკოსმა? ისტორიკოსი როგორ მოიქცეს? აი მოდი მაშინ ესე გეტყვი, ჯავახიშვილი ამბობდა პირდაპირ ქართლის ცხოვრებაზე, რომ არსებობს მოსაზრება, ადასტურებდა ის, რომ სტარ ვერსიაზე შექმნილი ძეგლი არის. ამას ამბობდა ივანე ჯავახიშვილი. მაშინ რა მოსაზრებაზე? მოიცა ჯერტი არ გვაქვს უფლება ჯავახიშვილის დავეთანხმოთ მაგაზეთი დიდი მეცნიერი ჩვენ ქართველებს არ აღვყავს. მაშინ რა ვქნათ ახლა ჩვენ რომელ წყაროს დავეყოთ? წყაროს ჯავახიშვილს. ჯავახიშვილი არ არის წყარო არის ისტორიული წყარო არის მოქცევა ქართლის აი ლევონტი. ხო, მაგრამ ჯავახიშვილი წყარო არ არის, ჯავახიშვილი არის მკვლევარი, რომლის თვალსაზრისით შეიძლება დავეთანხმოთ, შეიძლება არ დავეთანხმოთ. წყაროზე ამას ვერ იმ მოსაზრებიდან წყაროზე ვერ ვიტყვით, შეიძლება დავეთანხმოთ, ასე დავეთანხმოთ, რას ნიშნავს? ჯავახიშვილი იმ მოსაზრებიდან გამდინარე ადასტურებდა ამას. წყარო არის, ჯავახიშვილი არის მეცნიერი, ეს ამაქვს თეორია, ის თეორია შეიძლება თეორია, მართლი აღრევა არ შეიძლება, მაგრამ წყაროსაც აქვს თავისი წუნებულობის ხარისხი. იმ მოსაზრებიდან გამომდინარე ამბობდა ამას, რომ ნუ ქართველები და სომხები ერთიო და განმარტა. მე ანუ რასაც თქვენ ძალით ქართლის ცხოვრების მიხედვით ხაოსიდან მოდის სომხები და ქართლოსიდან მოვდივართ თქვენ და ნუ მე სხვადასხვა განმარტა ხაოსიდან მოდის თორე ჯავახიშვილი განმარტა. არა თქვენ ვერ გამიგეთ ხარ ახლა ქართლის ცხოვრების მიხედვით ხაოსიდან მოდის სომხები და ქართლოსიდან მოვდივართ თქვენ ქართლის ცხოვრების მიხედვით და ეს რო იყო ესე ჯავახიშვილმა უარყო ეს დებულება. ჯავახიშვილი უარყოფდა თავის თამაცხადია უარყო რას ნიშნავს ახლა ქართლოსიდან მოდის ეს არის მითოლოგიურად მე როგორც მაგალითად ახალგაზრდა დედი ვეთანხმები ჯავახიშვილს აშკარად და 100% რომ რატო უფრო მოგწონს ეგ ვარაუდი თუ რატო უფრო რეალობასთან არა რაიცი რის მიხედვით ამბობ რომ უფრო რეალობასთანა უბრალოდ შენ მოგწონს ეგ ვარაუდი უფრო რატო იმიტომ რომ იმათ ისა რა ქვია ისა მე მან შენ გამიგე რა არ ვიცი ხოლმე ლაიბა შეჭამა სულიწეს ყველა მერსკაცო რა მოგწონს მაინც ჯავახიშვილი ამბობს აი მისი ჰიპოთეზა ხო რა ჰიპოთეზა როგორ ჩამოვიდა მეტი ახლა რაღაცნაირად უნდა ჩამოვიდა ჯერეთ ჰიპოთეზა იმნიშნავს იმას რომ მოსაზრება ხო ჰიპოთეზა და მოსაზრება ნიშნავს იმას რომ ის მისია საკუთრება რომელიც შეიძლება შეიცვალოს თუ კი აღმოჩნდება სხვა წყარო მაგრამ უარ აღმოჩნდა ეს სხვა წყარო ხო შეიძლება აღმოჩნდეს რა არა მოდი ეხლა რა ის რა წყაროს ეკნობს მოდი სწორი სახელები დავარქვათ ეხლა დღესდღეობით მიღებული თეორია დავარქვათ იმას რაც არსებობს და არ არის უარყოფილი არაფრით და მეტნაკლებად მისაღებია უმეტესობა მკვლევარებისათვის. აი ესე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და არა ეხლა გადასროლა გადმოსროლით რა ეგრე არ გამოვა. ხო, დღეს რა არის? ვინ ამბობს იმას? ვინ ამბობს დღეს რომელი მეცნიერი ამბობს იმას, რომ ის სტრატოფილია იყო საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი. ასეთი მეცნიერი მე არ ვიცი, მე ვარ მკვლევარი, მე ვარ მეცნიერი, მაგრამ ასეთი მეცნიერი მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ მითხრა? აი მე შეიძლება თქვა ერთ წინს ვამბობ, ერთ წინს არის ტომეული საქართველოს ისტორიის ნარკვევი, მეორე ტომზე დაყნებდი. აი გეუბნებ როგორ სტუდენტი ვიყავი საქართველოში აქედან გამომდინარე გეუბნებთ მე თქვენ ამას და რო თქვენ ახლა ისე მისაუბრებთ რომ 1000% შემიცვალეთ უკვე და შემომატრიალით სხვა კუთხით. ნუ შემომატრიალით სხვა კუთხით შემომატრიალით. ეგ ეხლა ჯერეთი თქვენ იმასკენ უყურებთ ვინ რას იხო, იმასაც უნდა მოусმინოთ, იმასაც უნდა მოусმინოთ და გავარებ ზანდებთ და კარგად იცით რომ საქართველოს ისტორიის ეს ნარკვევები ერთი მეცნიერის ნაშრომი არ არის, იქ მუშაობდა ძალიან ბევრი მეცნიერი მუშაობდა. სხვადასხვა მეცნიერი სხვადასხვა აზრისაა. ის შეჯერებული აზრია რამოდენიმე მეცნიერი. თქვენ საერთოდ იმ მეცნიერების ნამუში ვარ საერთოდ უარყოფთ და გაანადგურეთ.
ვინმე დასამდო. ალანგური ძალიან დიდი ის არის. მაშინ მოდი უფრო მარტივი შეკითხვა დავუსვათ. რატომ წერია იმ ისტორიის ნარკვევების მეორე ტომში ასეთი რაღაცა რომ ის იყო საქართველოს ეკლესიის საგზავნა. ასე წერია? საწერია ტყუილი საწერია. ხო, კაი, მე გადავრეკოთ და წავიკითხოთ. მაშინ ერთ რაღაცას გეტყვით კიდე. აი მეხუთე კლასის წიგნი შეიძლება ეხლა მეხუთე კლასის პროგრამა რამოსატანი აქვს, მაგრამ ჩვენი საუნჯექია საქართველოს ისტორიის და აგი რაღაცა კიდე არის მაგცინში. ხო და ეგ მაგცინის ავტორი თვითონ ვინ არის აღარ მოხსნა. მაშინ რა გამოდის ესე იგი მე-5 და მე-11 კლასი და ნუ პირველი კურსიდან მე-4 კურსამდე ეს მოსაზრება საქართველოს უნივერსიტეტებში და სკოლებში რაც ისწავლება მცდარი არის? ერთი ეს მოსაზრება არ არის თქვენ მოგაქვთ ახლა არასწორად გარკვეულ. მაინც მოხარ. ისტორიის შინასი წერია. ნუ ახლა პირობითად შეიძლება ყველაფერი. ქართული ეკლესიის წარმომადგენელი. უქილურჯიათი ყიაფერის ხარ. აი და მანე კარგი, ესა. თემურთის და ის იყოს იგი ეგეთ ვარიანტი გამოდის. ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. საქართველოს არამეცნიერული თეორიები და რაღაცები სურვილის მიხედვით. ეხლა ჩვენ სურვილი გვაქვს და იმის მიხედვით აღგო თეორია როგორ შეიძლება. შენთვის თავარი უნდა იყოს წყარო, ერთი არ თავარი უნდა იყოს ავტორიტეტი შენთვის. ეს ძალიან ცუდია რომ ვიღაცას ავტორიტეტად იყენებ. არ ჯავახი, არ კეკელიძე ძალიან დიდი ავტორიტეტია და ეკლესიის ისტორიის აღიშვებს კეკელიძის დონი არავინ არ აქვს. ხო, მე ახლა იმას არ დავიცოთ. ესეთი მაგრამ მოიცა დავამთავროთ ჩემო ჩემო რუგზა წყაროს ყველა პიროვნება, ყველა ქართველი წყაროს ვერ წაიკითხავს და თავის საკუთარ აზრს ვერ შეიქმნის წყაროდან გამომდინარე. ამიტომ არის მკვლევარი და მეცნიერი საჭირო რომ ჩაუждდება იმ წყაროებს და მე იქიდან ამოკრებილ დასკვნებსა და ჰიპოთეზებს დადებს და ის გახდება ხელმისაწვდომი ყველასათვის. უბრალოდ რაც ვისწავლე, რაც მასწავლეს იმას. აი, გავიგეთ. რომ გასწავლეთ, ბევრი რამე გვასწავლეს, თავშოთ მე იქნე რამე მასწავლეს კომუნისტებს. კომუნისტებზე არ დაიწყო რაც გასწავლეს. არა, კომუნისტები 2020-ში ჩაუვარი და 8-ში დავამთავრე. ვიდრე ბევრ რამეს გასწავლიან ახლა მე რასაც კითხულობ ერთი ლექტორები რასაც კითხულობ ყველაფერი უნდა დაიჯერო გეტყოდა. მაგრამ ეგ არა, აქ ახლა საქმე გვაქვს რომ გულით ისწავლა ამ კაცმა რა. თქვენაც გითხარით დღეს ისიც არ უნდა დავიჯეროთ. ისიც არ უნდა დაიჯერო თუ გარ შემოწმება ავტორიტეტად ისიც არ უნდა გაიხარო. რუგზა ავტორიტეტად. ბატონო ერთი ეს ტიგნი ამ ტიგში ეს კაცი ავითარებს ამ თეორიას. დასავლეთ საქართველოში სხვა სახელმწიფოებრივი სხვა ეკლესიური ვითარება იყო, აღმოსავლეთ საქართველოში სხვა სახელმწიფოებრივი სხვა ეროვნული აი მაგაზე ველაპარაკე მაგის. სხვა გეუბნებით არა ვქნა ახლა. ამას გეუბნებით სხვა ეთნიური და რა ქვია სხვა შესაბამისად სხვა გარემო იყო. ამიტომ არის რომ იმ დროინდელ ქართველებს ერთი ეს რა ქვია მეორე მხარის მეორე ნაწილის ამბავი თავისად არ ქონდათ გააცნობიერებული და გააზრებული. იქ რა ხდებოდა არ ამბობდნენ იმაზე რომ ეს ჩვენი ამბავიაო. მაგალითად შეიძლება მე-4 საუკუნეში კი იცოდნენ რომ მოციქულები იყვნენ დასავლეთ საქართველოში, მაგრამ იმას არ ამბობდნენ რომ ეს ჩვენთან იყვნენ. მაგას არ იტყოდნენ, იმიტომ რომ არ ქონდათ მათ თვით შეგნებაში გააზრებული ის რომ ის დასავლეთი მათი ქვეყანაა. ანტიგმა არ გაიგო. ჯერ ერთი მე რა ვქნა, როცა ლაპარაკია წიგნზე, რომელშიც ზუსტად ეს აზრია გატარებული. ამას ამბობს და ეხლა კორნელი კეკელიძეც ამას ამბობს. ჯავახიშვილიც მე პირადად გეუბნებით, რომ ამას ამბობს ჯავახიშვილიც და რა ვქნა ახლა. თქვენ კიდევ მეუბნებით, რომ მე-5 კლასის წიგნში წავიკითხეო ისო. ანუ მე მე-5 კლასი მიუგებია. ეხლა უბრალოდ აზრი აღარ აქვს ამ თემაზე კამას და მოგისმენთ თქვენ გააკეთებთ. ხო, კარგი ბატონო. სხვა შეკითხვა თუ არია. ესე რომ ხშირად მესმის და წერია კიდე საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა პირველ საუკუნეებში და მაშინ ეგეც გამოდის რომ მცდარია. საქართველოში პირველ საუკუნეებში შემოვიდა. ანუ ადრია პირველწოდებული და სიმონ კანონიერი შემოვიდა. აი ის ჯავახიშვილიო რო ახსენა ამ ჯავახიშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო მაგისა და თურმე დაამსხვრია ეგ ტრადიციული თეორია რომ მოციქულები იყვნენ საქართველოში ეს იყო ჯავახიშვილი თქვა რომ ეს არის ტყუილი ეს არის ზღაპარი არაფერი მოციქულები საქართველოში არ ყოფილან ეს სწორედ ჯავახიშვილის თეორია არის ესა და ამ თეორიას მოციქულების მეორე აფხაზეთში ხო და ჯავახიშვილი ამბობდა რომ ეს არის სტარი ტყუილი არაფერი საფლავები ვინ არის საფლავები სად არის საფლავები, რა საფლავებზია ლაპარაკი პირველად მისმის საფლავების ამბავი.
პირველად მესმის ახლა აქ დამზადვაში მესმის პირველად საფლავების ამბავი. მე ამდენი ხანი. ჯერ ერთი კვარტი არ არის მოციქულები და მოციქულების საფლავების არ არის ლაპარაკი. მაგაზეც ამბობდნენ რომ ესაა ტყუილია. ვინ არის ასე ვინ არის სახელი მითხარ აი ეს კაცი რო იმოწებს ის არის ეს კაცის რო ავტორიტეტად ხოს ის არის ჯავახიშვილი ამბობს მაგას და რა ვქნა თქვენ გეუბნებით მე კი არ ვამბობ ამას ამბობს აი ის ავტორიტეტია რომელიც ხო ის ავტორიტეტი ამბობს ეს ერთი და მეორე კიდე მოციქულები საქართველოში რომ მიყვნენ ხო მოციქულები რომ მიყვნენ საქართველოში ამაზე მეცნიერები უმრავლესობა თანახმა მეცნიერთა უმრავლესობა თანახმა თუმცა დოკუმენტურად ეს ცხადია დადასტურებული არ არის მაგრამ არსებობს ძველი გადმოცემა რომლის მიხედვით მოციქულები იყვნენ სკვითიაში გაიარეს პონტოს ქვეყანა და ავიდნენ სკვითიაში როგორ ავიდოდნენ სკვითიაში სკვითი არის სკვითები რო არის აი ყირიმი და სტეპები რო არის და ჩრდილოეთ კავკასიის იმაში და თუ პონტოს უთითებენ მაგალითად ორიგენედან მოდის ორიგენეს დაკარგული თხზულება არის და შემორჩენილია მე ორიგენი იყო მესამე საუკუნეში და ევსევი კესარიელი რომელმაც შემოინახა ეს ცნობა ამ ორიგენეს ერთ-ერთი თხზულების შესახებ ის მეოთხე საუკუნეში იყო ევსევი კესარიელი და აი იმ ევსევი კესარიელს აქვს ეს ცნობა დადასტურებული რომ მოციქულები იყვნენ სკვითიაში პონტოს გზით ეხლა კითხვა ასე ისმის რომ მიხეილ თამარაშვილის პასუხი იყო ჯავახიშვილს ეკამათებოდა ჯავახიშვილს და აი ამ არგუმენტით დაუპირისპირდა ჯავახიშვილს რომ როგორ ავიდოდნენ მოციქულები სკვითიაში თუ არ გაივლიდნენ შავ ზღვას ანუ თუ არ გაივლიდნენ საქართველოს თუ არ გაივლიდნენ საქართველოს როგორ ავიდოდნენ ტივები მაშასა არ ვიცი ახლა ტივები თუ გაივლიდნენ ის ტივები ბატონო მოგეხსენებათ მაშინ ძალიან შორს ვერ შედიოდნენ ტივები სანამ ნაპირი უნდა ენახა და ის ნაპირი საქართველოს ნაპირი იყო დედიბოდიში ის საქართველოს ნაპირი ანუ იყვნენ მოციქულები თუმცა გეუბნები რომ ეს არის ანუ არ ეთანხმები ესე იგი ჯავახიშვილს რა მე ჯავახიშვილს არ ეთანხმები ჯავახიშვილის და თეორიის და დახმარების მისოთ ამოატრიალო ქრისტიანობა საერთოდ ქრისტიანული ტრადიცია ამოატრიალო იმიტომ ის არ გასარგებულობდა ჯავახიშვილი იყო ჩამოყალიბებული ეს და ევროპული სკოლა კრიტიკის სკოლა ეწოდება წყაროებს თუ აკრიტიკებდა ჯავახიშვილმა ასე იყო ჯავახიშვილი ცნობილი არის აი იმის მიხედვით რომ მან გაამსხვრია ეს ტრადიციული შეხედულება ანდრიენ მოციქულის საქართველოში მოვაწეობის შესახებ ეს გამოაქვეყნა სხვადასხვა 1900 პირველ წელს გამოგდებს წელი რას ვაკეთებდი უნივერსიტეტში 1900 პირველ წელს გამოაქვეყნა ესა ჯავახიშვილის თეორიას თუ დაეღმოდი მაშინ საქართველოს ეკლესიის ტრადიციის თითქმის ყველა დეტალი უნდა გააკრიტიკო და მიუღებლად მიიჭრა იმიტომ რომ თვითონ არღებულობდა ჯავახიშვილი არღებულობდა თვითონ ამიტომ ჯავახიშვილს ვერანაირად ვერ დაეღმოდი ერთი მხრივ თუ ამბობ რომ მე საქართველოს ეკლესიის ტრადიციულ შეხედულებებს მივდეო სრულიად ალოგიკურია და ნონსენსია დაიმოწმო ჯავახიშვილი და ანუ თვითონ ღვთისმსახურება საქართველოში და თვითონ როგორც ინსტიტუტის ეკლესიის ჩამოყალიბება, როდესაც